საღამომშვიდობის აკობა როგორ ხარ? საღამომშვიდობის თეკლა მოგესალმები შენ და შენს ფართო და ძალიან პოზიტიური აუდიტორიას. უპირველეს ყოვლისა, სანამ შესავალს გააკეთებ და შენ ყოველთვის როგორც პოლიტოლოგს ისე წარმიდგენ მსმენელთან და მაყურებელთან, მაგრამ ამის გარდა ვარ თარჯიმანი და მთარგმნელი, სხვა შორის ნაფიცი თარჯიმანი გერმანიაში და თუ კი ვინმეს გერმანიაში, ანუ ჩვენებს ქართველებს დაგჭირდებათ მთარგმნელი, მაგალითად დოკუმენტების სათარგმნად, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, რა ვიცი, იმეილს შეიძლება მე თეკლა დადებს კომენტარებში ვთხოვ და არ მეტყვის უარს, ხო? არა, რასაკეთებ? პატარა რეკლამა გავიკეთე ხა ჩემი მოღვაწეობის. რეკლამა არა, ძალიან კარგია, საჭიროა. მე ემიგრანტების გვერდებიც მაქვს Facebook-ზე, სადაც ძალიან ბევრი ემიგრანტია თავმოყრილი და სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტული ემიგრანტები და ერთმანეთთან ვაკავშირებ ხოლმე, ეხმარებიან ერთმანეთს, ენის ბარიერი იქნება, საბუთების შეგროვება, რამეს რაღაცები რო სჭირდებათ კომუნიკაციისთვის, ერთმანეთთან ვაკავშირებ მარტივად და ძალიან კარგია ყველაფერი და მადლობა პირიქით შენ. ამას აპინვით ვერ ავპინავ, მაგრამ გამოვაცხადებ აქაც და როდესაც აიჭურჩება Facebook-ზე და YouTube-ზე იქ აღწერაში მიუთითებ მაგას, რომ მარტივად მიხვდეს ხალხი რაზეა საუბარი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. მსოფლიოს სიგიჟეებზე მინდა საუბარი. მე პირველ რიგში სანამ მსოფლიოში სიგიჟეზე გადახვალთ, თუმცა ჩვენ სიგიჟეზე ვიტყვი 2-20 სიტყვით. ქვეყანა ხო ფსიქიატრიულია უკვე ჩვენი ქვეყანა. ტრაფარეთი გვაქვს მარტო თორე შემოღობილ გადახურული ვართ, კობა, არის. ამის პარამის თქვა მინდა თეკლა, მე მინდა მიუსამძიმრო ბატონ გულბას წინააღმდეგ მამის გარდაცვალება და ძიმედარ თქვა მას ისეთ დროს მოუსწრო, როდესაც თვითონ კაცი საპატიმროშია, წინასწარ გამოძიების. და ყველაზე დიდი სიგიჟე ის არის, რომ აი ასეთ მდგომარეობაში და სიტუაციაში ჩვენი ეზოდებული მთავრობა და ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები თუ ის ვინაც წვეთს სჭავდებულის თუ ბრალდებულის დატოვებას თუ გაშვებას თუნდაც გასვენების დღეს და პანაშვიძე და საკუთარ მამის გამოსამშვიდობებლად კაცი გაუშვან, აი ამაზეც უარი თქვეს და ეს არის ავიცავად ახალი ფსკერი, რომელიც კიდევ ერთხელ გაარღვიეს საქართველოში არა ადამიანობის და არა კაცობის, როგორც მოიქცნენ და არსად გულბათ იქიდან არ ვერ გაიქცეოდა იმ გასვენებიდან და ავიწყდები ამ ხალხს, რომ ადამიანი სანამ სასამართლო არ შემდგარა და მისი დანაშაული არ დამტკიცებულა სასამართლოზე, არის უდანაშაული. არის ასეთი უდანაშაულის პრეზუმპცია. ობა, დამტკიცებაზე არ გვაქვს საუბარი, დაკითხულიც არ ყოფილა თურმე ჯერჯერობით. ამდენი ხანია კაცი დაპატიმრებულია, დაკითხვა არ მომხდარა მის. მით უმეტეს და ეს ნიშნავს, რომ არის სუფთა პოლიტიკური. თავისით ითხოვს ადვოკატთან ერთად დამკითხეთ. ეს რომ ასე ადამიანს არ უწევენ მამის საგზავნოდ, ეს არის აბსოლუტურად ფსიქოლოგიური უკვე ტერორი ამ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული, ფსიქოლოგიური დამუშავება, შეტევა და ეს არის უბრალოდ რეპრესიების მანქანა ამოქმედებული ადამიანების ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ ბავშვობაში გულბათ ცხილაძის სახით და ის მოხდა ამ რეპრესიული მანქანის ქვეშ ვიღაცათა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. და ეს არ არის პირველი და არც ბოლო შემთხვევა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ აი როგორ თქვა, იცი ადამიანური სახის დაკარგვას აი ამ სისტემისას. და ადამიანების დეჰუმანიზაციას, და ადამიანურ მოპყრობას და ნუ ახლა რა გვიგვირს ახლა იქ ვიღაცების ცემის კადრები გვიგვირს, αλλά არც არაფერი აღარ გვიგვირს საქართველოში, მე მგონი. და რა ვიცი, ეს არის ძალიან სამწუხარო. აი ეს არის თქვაც მინდოდა ახლა კი შენ ალბათ დაიწყებ დიდ პოლიტიკაზე, მაგრამ მე მაინც ესე იგი ისეთნაირად რო არ თქვა კიდე მეორე თემა. უბრალოდ ვერ გავჩერდები, იმიტომ რომ პრინციპში არც ეს კვირა დაიწყო მთელი კვირა, რომ აი მინდა რომ რაღაცა თქვა ამაზე, მინდა რომ რაღაცა გამოვიდა ჩემი აზრი უთხრა მსმენელს და აუდიტორიას, რომ ბევრი დიდი აჟიოტაჟი არის და დიდი განხილვები, მაგრამ თავს ვიკავებდი პირველივე დღეებიდან და საბოლოოდ ვიფიქრე, რომ მოდი თეკლასთან ვიტყვი მეთქი რა თუ გითელა უცესოთ დროს ახლა ფეხბურთი იწყება ესეც და ბევრს მე აღარ ეცლება უცებ მოვასწროთ დღეს სანამ ფეხბურთი დაწყებულა
სპორტს ეხება პრინციპში რა, მაგრამ როგორც ითქვი, არეთ ილიას საკითხზე გაქვს საუბარი. ძალიან კარგი უნდა პოლიტიკა და ფეხბურთის გარდა იქ რაც მოხდა თეთრ სახლის ივენტზე, ღონისძიებაზე, აი იმაზე რო არ თქვა შენთან არ შემიძლია რა. იმიტომ რომ მთელი ეს ერთი კვირა მოსვენებას ვერ პოულობ მე თვითონ ვირადად რა. და ვერც ხამე ვერ მძინავს ესეა და დღითაც ვერ ვაკეთებ კონცენტრირებას ჩემს საქმეზე და ჩემს საკეთებლებზე, იმიტომ რომ ვფიქრობ ჩვენს ძმაზე, ილიაზე, რომელიც არის ძალიან ცუდ დღეში ჩაგდებული ფიზიკურად და მედიცინის მხრივაც და უბრალოდ ეს გაგვიკეთეს ილიას ასეთი ხალხობა. ყველა ჩვენთაგანს ქართველებს ესაც გაგვიკეთეს პრინციპში რა, ახლა განვახსოვ უფრო რა, მაგრამ მე მინდა თქვა ძალიან მოკლედ ვიტყვი ეს რაღაცას, რომ ილიას ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა და თანადგომა შეეხება იმას, რაც მას გაუკეთეს და როგორაც ის გაწირეს, აი ტრამპის პრინციპში თავარი მან დონალდ ტრამპი არის ამ საქმეში. და თავარი არის ის, რომ იყო ამისი ნება პოლიტიკური და ასეთი გადაწყვეტილება, რომ აი ესეთი შედეგი დამდგარიყო და აი ამ მიზნის მისაღწევად მათ ჰქონდათ ძალიან დიდი ფართო რეპერტუარი საშუალებათა, რომელიც არსებობს, რა თქმა უნდა, და თუ კი თავის ხელში არის კონტროლი აი ამ ორგანიზაციის დანა ვაიტის მისი მეგობრის მეშვეობით, ისინი ამას, რა თქმა უნდა, ამას ყველა მათ ხელს არსებულ მეთოდებს გამოიყენებდნენ, თუ კი ასეთი მიზანი იყო დასახული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მიზანი იყო დასახული ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ილია თოფურია ტრამპის გვერდით იქ დააყენეს თეთრ სახლში, ტრამპისავე მიწვევით და მეორე მხარეს გეიჯი და იქ მისი მოწინააღმდეგე ჯასტინ გეიჯი, ასევე სხვა მებრძოლები იყო იქ ალექს პერეირა და იყო იქ სირილ განი და აი მაშინ ტრამპმა ძალიან სულად მენიშნა თქვა, რომ აი ამაზე ვამბობენ, რომ ყველაზე მაგარიაო მსოფლიოში დაუმარცხებელი რო არის ესა. ილიაზე ამოს მე ხელით ჩამოართვა. ანუ ესე იგი სპეციალურად მსოფლიოში მონახეს და ამოარჩიეს ყველაზე საუკეთესო. აი როგორ იცი, რომ მთელი მსოფლიო რო ამაზე პრინციპში თანხმოვანი და არის კონსენსუსი, რომ ილია არის ყველაზე საუკეთესო მებრძოლი აი UFC-ის ისტორიაში და მთელ მსოფლიოში საუკეთესო მიიყვანეს იქ ამერიკას რო გაელახა და რო ეჩვენებია მთელი მსოფლიოში, რომ აი ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე მაგარია და ყველა დროის უდიდესსაც კი დავამარცხებთ და გავაქრობთ. საბოლოოდ მე როცა ტრამპი დიდი შვიდეული შეხვედრაზე ალაპარაკდა და წამოწდა მოლოტომოქმედი ხანდახან რა არის ციტეკლა, რომ მოლოტომოქმედი ვერ აჩერებს ენას და რაღაცა ვარიანტში რო არ წამოს ესა რო არ ილაპარაკოს თავის დანაშაულზე არ შეუძლია. და ეს თქვა, რომ აი ორი უდიდესი მებრძოლი და უმარცხებელი იყო, ნუ იგულისხმება ილია თოფურია და ალექს პერეირა, მეორე ბრაზილიელი და ორივე გაქრნენ ამ საღამოზე. ანუ მე გავაქრიო ფაქტიურად, ესე იგი თვითონ დაიკვეხნა, რომ აი ნახე რა უქენი მსოფლიოში ორ უძლიერეს, ერთი ქართველი, მეორე ბრაზილიელი და იმათ ვინ გაახარებდა, რა თქმა უნდა, ახლა იქ თეთრი სახლის ივენტზე და ამის თქვა მე თავიდანვე მინდოდა, მაგრამ ვიცოდი რა მოყვებოდა. პირველ დღესაც რომ მე თქვა, მეორე დღესაც იქ ესე აჟიტუაში იყო ამ მკვდარი, ზოგი რას ამობდა, ხო. ახლა არავისთან არ მქონდა არც მაშინ თავი და არც ახლა არ მაქვს სული ვინმესთან დისკუსიებში შევიდე, ვინმეს რაღაცეებზე მე პასუხები მომთხოვო და ახლა არა ვარ ამე მაგდონის ადამიანი, იცით თქვენაც ჩემს ფრენდმაც, მე ჩემსაც ვიტყვი, ჩემს საქმეს და ვინაც ასე ვთქვათ, გულისხმიერია მოისმეს და გაიგებს და ვინაც არა, მან გაატაროს და რაც უნდა ისე ფიქროს, კაცო, მე ახლა არჩევანების თეორიებს არ დავიწყებ, რომ იქ რა ქვია იმას. ზოლის გაყიდვაზე და გამოყიდვაზე ერთად დაგვიფარო საბსისულელებისგან თავიდანვე პრინციპში არ მეთქვი არაფერი მაგაზე, მაგრამ პოსტი დავწერე და ამდენი პოსტი მაქვს მაგაზე ნახავდი შენაც, რომ არანაირი ბრძოლის გაყიდვა იქ არც თუმცა ილიას მხრიდან ეს რა თქმა უნდა გამორიცხულია და არალოგიკურიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ კაცი ესე იგი უსასტიკესი და უსაშინლესი ზიანის მიყენების ფონზე და ამის მიუხედავად აგრძელებდა ბრძოლას და ექიმებიც კი მესამე რაუნდში აჩერებდნენ ბრძოლას და მან თხოვა რომ გააგრძელოთ და მეოთხე რაუნდი პრინციპში მართლა ჯობდა რომ მეკებს მესამე რაუნდზე გააჩერებინათ სამწუხაროდ ილიას რო კონდონდა და მეხუთსაც იბრძოლებდა რა პრინციპში, მაგრამ ყოველად
ეგეც იქნებოდა კიდევ უფრო მეტი ზიანის მიმტანი და დამამიმაყენებელი ილიასთვის, იმიტომ რომ მეორე მხარე იყო ყველანაირად თუ კი რამე შეიძლება ამ სპორტშია, თუ კი რამე სიბინძურია არის, თუ კი რამე აკრძალულია არის და თუ კი რამე ესე იგი ამაძაღლობა არის, ყველაფერი ქონდათ მოფიქრებული და გაკეთებული და განხორციელებული. ახლა იქ არის რამდენიმე თემა, ძალიან მოკლედ რო ვთქვა. ერთი თემა არის იმისი, რომ ყოველი დარტყმა, რომელიც ადგენდა ილიას, იყო დამაზიანებელი და ყოველი შეხება მის სახეს და აი ამ ხელთათმანებით, რაც ხელთათმანებით უნდა ყოფილიყო, შიგნით მე არ ვიცი არ შემოწმდა და დამინახია, მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთ ბრძოლაში, არც ერთ მებრძოლს აი ამან დიდი ხანია მე უყურებ ამოებს და მე თუნდაც თავის დროზე ვარჯიშობდი როგორც კიკბოქსინგში და ტაიბოქსინგში გერმანიაში, ისევე ტაიკვანდოში გამოდიოდი კიდევ სხვა ჩემპიონატებზე და რაღაცაში ვერ ვკვევი, მაგალითად ახლა ეს ზონრების ბანდაჟი როგორც ხდება ბინტებით გაბინტვა ხელის და სანამ იმაზე ხელჩათმალი ჩამოეცვა, ხო ახლა იქ არის ძალიან ბევრი შემთხვევა ბოქსშიც, ანუ კრივშიც, რომ სამწუხაროდ მანიპულირებენ იმით, რომ თაბაშირის ასე ვთქვათ, ფხვნილს შეიძლება რომ მოაყარო და ის არ გამოჩნდება თავიდან სანამ ფხვნილი არის ფხვნილის სახით, მაგრამ მე როცა ბრძოლის განმავლობაში ოფლის ელემენტარულად შესვლა რეაქციაში აი ფხვნილთან ხდება თაბაშირის გამაგრება და აი ამის შემდეგ აი ამის შედეგად არაერთი მოკრივე ჩაუგდიათ დაუმარცხებელი დაუმარცხებელი მოკრივე არის ამის ისტორიები ჩაუგდიათ ძალიან ცუდ დღეში, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ იარაღის გამოყენებაც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ და აი ამ გზით და აი ამ ასე ვთქვათ მოტყუებით და აი ამ აფერისტობით და აი ამ დანაშაულებრივი ასე ვთქვათ მამაძაღლობით რამდენიმე საუკეთესო მოკრივე ჩამოაშორეს სპორტ სამუდამოდ, იმიტომ რომ ზოგმა თვალის დაკარგამერე რა ქვია ჩინი, ზოგმა საერთოდ ისეთი მოტოხილებები მქონდა რომ ის მე აღარ შეიძლებოდა მისი გამოსვლა და ბრძოლა, იმიტომ რომ გამეორებას დიდი რისკი იყო და ფსიქოლოგიურადაც გატყდნენ და ეს გამოცდილება როცა არსებობს, რა თქმა უნდა, ჩემის აზრით უნდა იყოს უფრო უკეთესი კონტროლი ზოგადად არა მარტო ბრძოლის დაწყების წინ უყურებენ იმ ხელთათმანებს, არამედ ბრძოლის განმავლობაშიც და განსაკუთრებით ბრძოლის დამთავრების შემდეგ არავინ არ უშლის ხო იმ ატომ არ შეიძლება რომ ეგრევე ნახონ რა მდგომარეობაში არის ხელთათმანები და ხელთათმანების შიგნით რა არსებული აი ეს ბინტები თუ ბანდაჟი რაც არსებობს ხომ არ არის იქ რამე დამატებითი გამამაგრებელი მოწყობილობები ან თაბაშირი ან თვითონ შიდა ნაწილში ხომ არ არის და რაღაც გამოჩნდა იქ სურათებში ხო იქ სულ რამდენიმე გრამი მაინც რო იყოს კიდე დამატებით ისეთნაირად აურმაგებს დარტყმის ძალას რომ ფაქტიურად ყოველი დარტყმა დამაზიანებელი და ფაქტიურად ჩატეხილი აქვს თვალის აი ეს მიდამოები ნახეთ რომ არის ფრაქტურები ანუ მოტეხილობები ნუ გაბზარული უფრო კაი არ არის აცდენილი ძვლები ერთმანეთს თუ არა მაშინ ხდება ძალიან ცუდი მდგომარეობა და ახლა იმედი ანუ ყველაფერი შეხორცდება და უფრო გამაგრდება კიდევაც და ჯანმრთელობას და წარმატებებს უშურებთ ილიას, მაგრამ ფაქტიურად გიკლავდნენ რაც. ფაქტიურად ესე იგი ჩვენს თანამამულეს წირავდნენ იმისთვის, რომ ტრამპს თავისი ესე პოლიტიკური და ამერიკელებს ზოგადად ამ სახელმწიფოს, რომელსაც ქვია აშშ, იმ კატასტროფების ფონზე, რომელიც მაგალითად ახლა უახლოეს ისტორიაში, მათ შორის ირანში, აი ამის გადაფარვა და პრინციპში ირანთან მე თქვი კიდევაც ილია შეეწირა და შეწირეს ირანთან წაგებულ ომს და ირანის წინაშე ასე ვთქვათ აქტიურად კაპიტულანტური ხელშეკრულების გადაფარვის ამბავს ასე რომ გადაეფარათ აი აჩვენეს ესეთი შოუ გლადიატორების ბრძოლა და დღეს რაღაც გლადიატორები კლავდნენ ადრე გლადიატორებს ხო და როდესაც შენ ადამიანს აძლევს საშუალებას რომ მოახდინო მანიპულირება არა მარტო ხელთათმანებით არამედ გარკვეული სხვა სუბსტანციებით იქნება ეს დოპინგი და შეიძლება თქვენ აგიგონოთ რომ ეს გამოიყენებენ ისეთ დოპინგის საშუალებებს რომლებიც თქვათ გამოჩნდება ჩვეულებრივ ტესტებში და აი ცნობილი რომელიც ხო არამედ არის ძალიან დახვეწილი დღესდღეობით მოგეხსენებათ 1000 უკვე ნანოტექნოლოგიურ დონეზეც კი არსებობს გარკვეული საშუალებები რომ ნანორობოტების სახითაც კი ახლა ჩვენ მაგას ვინ მოყვა და გამქვეს მაგრამ ჩვენიც მაგალითად ჩვენ ვიცით ფრონტზე და ომის ასე ვთქვათ ომის მსვლელობაში თუ უკრაინის ომის შემთხვევაში გამოყენებული პრეპარატები მათ შორის ნარკოტიკული რომელიც ყოველგვარ
ტკივილის გზნობას უქრობს ჯარისკაცებს და ჩვეულებრივი კიბორგებსაც უწოდებენ ხოლმე ხო ასეთ სპეციალისტებს ხო და ტერმინატორებს რომლებიც პრინციპში მიდიან სიკვდილზე მაგრამ იბრძვიან ბოლომდე და არანაირ შიშს და არანაირ ტკივილსაც აგრძნობენ ახლა ის მომენტი რომ ილიამ ის მოწინააღმდეგეს მეორე რაუნდში ისეთი დარტყმები მიაყენა რომ ერთერთი ნორმალური ადამიანი ყველანი ხორციდან და ფიზიოლოგიურ ორგანოებიდან გვაქვს შევდგებით ხო და გვაქვს გვიძლი და ნაღველი და ასე შემდეგ ვერავინ ვერ გაუძლებდა ვერავინ აბსოლუტურად გამორიცხული არის და რაც გვიძლით გატარებული დარტყმის შედეგად დაცემული ადამიანი პრინციპში ბრძოლა უნდა გაჩერდეს ეგრევე იმიტომ რომ იმას შეიძლება მოყოს კიდე სხვა მრავალი დარტყმები მაგრამ ეს არ მოყვა რატომღაც და იქ გაჭიანურდა ეს ამბავი იმიტომ რომ ილიას ალბათ ქონდა უკვე ესეთი დაზიანებები მიღებული ახლა კატეხილი რო გაქვს უკვე ჩამსხვრეული და ჩატეხილი თვალის არებში და ვეღარ იხედები თვალებში ძალიან ძნელი არის ბრძოლა როგორც დგომში ისე პარტერში და ის რომ ესე იგი მისი მოწინააღმდეგე არო თუ მალე აღდგა და უფრო ასე ვთქვათ უფრო მეტი ენერგიით იბრძოდა მესამე და მეოთხე რაუნდებში მეორე რაუნდი პრინციპში უნდა იყო მისთვის გამანადგურებელი რაც იქ მოხდა არამედ ომის კი არა აი ამ ბრძოლის დამთავრების შემდეგ კიდე შეხვდა იმაზე რა ქვია აი ამ ვაკუთხეძე და იქიდან აკეთებს შენ ერთ სალტოს ხო აი ჯერ ამ სალტოს ის დათუ დარჩა კიდე ძალა საინტერესოა საიდან მაგრამ მე კიდე მეორე სალტო მოაყოლა აი მეორე სალტოთი დაჯდა რაღაც თავის ბეჭზე და ანუ ახლა კიდე კაი თავი გადაწია თორე კისასაც მოიტეხავდა რა ისერი არ მოწყდა ახლა პრინციპში არავის არ უშურა კისის მოტეხვასაც უნდა ესე იგი მე ჯავრებოდეს მისი საქციელი მაგრამ ადამიანურად არ უშურებ მაგრამ შეიძლება რეალურად კისერი მოეტეხა იმ მეორე სალტოს და ვითომ არც არაფერი ანუ ჯერ ერთი ხო ესე ისეთ კურაჟ მოახდინას ჯერ ერთი ისეთ კურაჟზე იყო იმისი ასე დემონსტრაცია იმისი ესე იგი ისეთ კურაჟზე იყო ადამიანი რომ არ აკონტროლებდა უშიშარი რომ თავის თავსაც კი აი ამ უკან გაკეთებული სალტოთი ხელები კი არა თავით და აი ბეჭზე დაცემით ასე რომ ვთქვა და გადაწია თავი და ეგრევე ადგა და ვითომაც აქ არაფერი ყველა ნებისმიერი ჩვენთაგანი უბრალოდ კისერს თუ არ მოიტეხავდა მეორე დღეს მესამე დღეს მაინც იქნებოდა პრობლემა იქ და იმ დღეს კიდე უმრავლესობა კისერს მოიტეხავდა მაგნარში დაცემის შემთხვევაში მაგრამ აი დავინახეთ რომ არც ტკივილი არც შიში იმისი რომ რამე ანუ რაღაც ისეთ რაღაცის სუბსტანციებზე იყო შეგდებული შემჯდარი ტიპი მთლიანად რომ ის იყო ყოველნაირი ტკივილის მიმართ ასე ვთქვათ მიუღებელი და ასე ვთქვათ ხო აი ყოველგვარი ტკივილის მიმართ იყო ავტონომიური რა არანაირი ტკივილი და არანაირი ასე ვთქვათ დაზიანება მას არ აჩერებდა და არ აფკულებდა და აი ეს არის მე ასეთი ბრძოლა არ მინახია რა და აი ესეთი მე დარწმუნებული ვარ რომ იქ იყო აგზალული სუბსტანციები რომელსაც ჩვენ არ გავიმხელენ და არ მგონია რომ თვითონ ახლა თუკი კი არა 100%-ია დარწმუნებული ვარ რომ ტრამპის სურვილი იყო რომ ეს ასე დამთავრებული იყო და დანა ვაიტის როგორც მისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ასე ვთქვათ მისი ნებართვით და მისი ავტორიზაციით მოხდა ეს ყველაფერი სხვა არ მოხდებოდა მაშინ რა თქმა უნდა თუნდაც დანავაიტი თვითონ არის ამ ორგანიზაციის უფროსი ის ყოველნაირად შეეცდება ხელი შეუშალოს და არც გააკეთებდა ხო რაიმე ისეთი სახის ტესტების და კვლევების ჩატარებას რასაც ამას გამოაშკარავებდა არც დოპინგ ტესტს და არც რა თქმა უნდა იმ ხელთათმანების შემოწმებას იმიტომ რომ მაშინ ეს იქნებოდა მის წინააღმდეგ მიმართული იქნებოდა ეს რა თქმა უნდა კრიმინალი და ასე ვთქვათ სიხლის სამართლის დანაშაული და თავის თავს ყوارი მასამს ხო გამოაშკარებს ის დენავაიტი ვინც ის ტრამპის მეგობარი და რას უნდა მოვლოთ აი ამ ეპსტინელი ნაბიჭურებისაგან როგორც არის ტრამპი და მისი ესე ვთქვათ ამალა რომლებმაც ესე იგი ეპსტინის აქტების რაღაცა თვარეზე გაუშვეს თავისი ასე ვთქვათ ხატოვნად და მეტაფორულად თვარეზე გააფრინეს ასტრონომები რომ აი ამ თემით გადაეფრათ ეს ეპსტინის თემა და ახლა კიდე რაღაც იმის გამენას შოუებს რომ ეპსტინზე საერთოდ ხმა არავინ არ მოიღოს და დაივიწყეს ხო საერთოდ დაავიწყდეს რომ ეს ადამიანი არსებობდა და იქ იმ აქტებში ვინწერია დღემდე არ გვიმხელან არის გაშავებული ხო იმათ ვინაობა ბავშვების სისხლის მსმელების ხო და ახლა ის ბავშვები არ დაინდეს და ილია თოფურიას დაინდობდნენ ილია თოფურია არჩეს როგორც საკრალო მსხვერპლად როგორც ესე იგი ყველაზე ძლიერ მებრძოლი თემ სოფლიოში აი იმის საყვანად და აი ამ
მოლოხის და აი ამ ბაალის და აი ამ ანტიქრისტეს საკურთხეველზე მის რიტუალურ დასაკლავად ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ პირდაპირ ისეთი სახის დაზიანებები მიაყენეს მას, რომ სასიკვდილოდ იმეტებდნენ და გაიმელეს კიდევაც ერთმა გადაარჩინა, მაგრამ თვითონ იმათ აქციაზე მოვყვა და ილიას ნაირ ესე იგი ადამიანს ჩვენ გარდა კიდე ესპანეთი არის ხო, ესპანეთის მოქალაქეა და ახლა ესპანეთში უფრო დიდი ისაყავს კიდე ზურგი, მაგრამ აი ამასაც შეიძლება პირიქით იმიტომაც რომ ესპანეთთან დაპირისპირება ჰქონდა ტრამპს ახლა და კიდე მე თქვა შეთქმულების თეორიაში გადადიხარო, მაგრამ ფაქტია ხო რომ ჰქონდა დაპირისპირება, ჰქონდა რაღაცებში პედრო სანჩესი არ წაყვა იქ აი მომში და ამბებში და იმასაც ჰქონდა ანგარიშ გასასწორებელი და ეს ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფერზე მიდის როგორც ხედავთ, მათ შორის გვამებზე გადადის და ახლა ოდესაც ყველაზე საუკეთესო ეს რაღაცა ემართება. აი ბიბლიური სიტყვებია იესო ქრისტიანოს. თუ კი ეს ემართება უდიდეს, მაშინ რა მოგივა უმცირეს. აი შენ უნდა დაფიქრდე რა ქართველო. აი თუ კი ეს უდიდეს ქართველს მებრძოლს გაუკეთეს და დამართეს. მაშინ შენ რას გიზამენ? თუ კი შენ დროზე შენი ესე იგი რა ქვია ვერ გააცნობიერე შენი მდგომარეობა. რას გიზამენ და აი რასაც უშვებიან ქართველებს, რომელიც ამერიკაში დაიჭირეს კურდღლებივით ბოდიში ამ სიტყვაზე, მაგრამ აი იქ ორი კაპიკის და ლუკნის საშოვნელად ჩასული ხალხი გაჭურვებით თავის ოჯახებს რაღაცა დაიხმართ, თორე კაი ცხოვრებით არავინ არ მიდის იქ რა ქვია ესპანეთიდან, ესპანეთიდან კი არა, მექსიკიდან ფეხით რო გადავიდეს და საზღვარზე და გარისკოს და იქნება როგორმე და აი ეს დაჭერილი ბრჭყალებში არალეგალური ქართული როგორ შეიძლება ჯერ შენი სტრატეგიული მოკავშირე იქს თუ კი მართლა მოკავშირეები ვართ და მეგობრები მოქალაქეები იყვნენ არალეგალები შენ ქვეყანაში ბოლო ვიზო უნდა გქონდეს თუ კი შენი სტრატეგიული მაგრამ ვიზო კი არა იმის მაგივრად რომ კაი დაიჭირე ერთი მოკვდა იქანა ხო და მოკვდა იქ იმათ საპობილეში და იმათ საკონსულტაციო ბანაკში ერთი ჩვენ ამაზე ქონდა საუბარი და დანარჩენები კი არა უმრავლესობა კი არა ესე იგი ათეულები და ასეულობით ქართველები ათასეული თუ არა დეპორტირებული არიან აფრიკის ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში. ხო, აი იმის მაგათ რომ საქართველოში მაინც გამოუშვით და დაადეპორტეთ ხო თუ ადეპორტეთ სამშობლოში, ესე იგი მქონიათ შეშეგულება ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკასთან და აი დაადეპორტეს და ადეპორტებენ აი ჩვენ ქართველებს და მე არ ვიცი ჩვენი საგარეო რას აკეთებს ამ დროს ან ჩვენი საელჩო ამერიკაში თუ არის ასეთი ორგანო იმის გარდა რომ მართლა სანამ არ მოკვდება კაცი, კაი შეიძლება ეს გამოასვენონ და ერთი მაგაზე მადლობა, მაგრამ მაგის მეტის გამიგია მაგათი გაკეთებული და საპროტესტო ნოტა სად არის საერთოდ ვინმე არის დაინტერესებული ამ ჩვენი თანამოქალაქეების ფერდით, ვინაც იქ რაპიროებში ცხოვრობენ ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც კაცი ჭამიები ცხოვრობენ ჩვეულებრივად ხო და ქვეყანას პატრონი ყავს ჩვენ ქვეყანას ხო და აი თეკლა აი ეს რო არ მეთქვა შემეძლო მე 100%-იან დარწმუნებული ვარ რომ ილიას გაუჩალიჩეს ისა ნუ სა ჩემი აზრი და არავის არ ვახერხ თავს მაგრამ ყველამ თავის დასკვნები გამოიტანოს აი ამ ფაქტები რაც მე ჩამოთვალე იმიტომ რომ ასე იგი ჩვეულებრივი ხელთათმანით რომელიც პირიქით არბილებს ასე ვთქვათ ცulis დაუნტმელ ძალას და ის ხელთათმანი ძირითადად თვითონ ხელს იცავს რომ ხელისწულები არ დაზიანდეს, იმიტომ რომ ადამიანი ხელთათმის გარეშეც რო ურტყა ადამიანს სახეში იმას ცულებს ვერ ჩაუნდრო რა, მაგ არის გამორიცხული. უფრო მაღალ წონით კატეგორიაშიც კი იბრძვიან უფრო გაცილებით დიდი დარტყმის მქონე ძიმე წონოსნები, საშუალო წონა იყო ხო ამათი ხო მცირე და საშუალო წონა. ზეწონით 100 კილოგრამზე მეტი კატეგორიის დარტყმებიდანაც არ მახსოვს მე რომ ასეთი სახის ჩატეხილებები ვინმეს ხო ქონოდა მიყენებული. ვინმეს აი ამდენი წლების განმავლობაში არის უყურებ აი ამ ორთაბრძოლებს, სადაც ქვია UFC და შერეული ორთაბრძოლები, ხო და რავი ხალხო, თუ გინდა რომ თავი მოიტყოთ, მაშინ მოიტყოთ თავი და თქვათ რომ არა, სპორტია და ხდება და რაღაცა. თუ გინდა რომ სიმართლე შევხვდეთ თვალებში, უნდა დავინახოთ რომ აი ესე აკეთებენ და ესაა ყველა ჩვენთაგანს, ყველა ქართულს გაგვიკეთეს ეს აი ამის სახით, აი ილიას სახით და ილიას ასე ვთქვათ, გაწირვით დაგვანახეს რომ გადაგვიულია. და არავის არ დაგვინდობენ აბსოლუტურად რა აი ეს სოფლიოს ჰეგემონი ამერიკელები ჩვენი ვითომ კარგი მეგობრები დაფიქრდით აბა ეს იყო სული სიტყვაც მინდოდა აი ამასთან დაკავშირებით ამაზე მაინც კითხავდი იმიტომ რომ სოციალებში საქართველოს ერთი ამბავი ატეხილი და
ყველაზე ცუდი რაც გამოჩნდა მე რამდენიც შეიძლება ამაზე ვისაუბრო აღარ ვიცი პირველ რიგში ქართველია სოლიდარობის ნაცვლად ძალიან ბევრმა ეგრევე აი ხო არ გაიყიდა და ასე შემდეგ ვინც გეფერება და ვაიმე და გაღმერთებს ზუსტად იმას შეუძლია ბოლოს სამარე გაგითხაროს ადამიანს ხო ჯერ ფიზიკურად ასეთ მდგომარეობაშია ჯანმრთელობის კუთხით მეორე ასეთი რაღაც გაუჩალჩეს ადამიანს ხო ჯერ შენი ქვეყნის მოქალაქეა და არ მსგავსის დამტკიცების საშუალებაც კი არ არსებობს, რასაც ბოდიალობ და ამბობ და მაინც ამბობ. რატო აყენებ დარტყმის ქვეშ შენსავე ქართულს, როცა ისედაც მძიმე დღეებს გადის ახლა ადამიანი, ხო? სოლიდარობის ვინ არის, ხო არის რაღაცა შემოგზანებული ქალბატონი და ეს რას ფილოსოფოსებსა და თან იცინის. შენზე არ უწერია, რვიანი იმიტომ უწერია კომენტარებში, რვიანი გვიწერს რაღაცა. ჩვენზე არა. რვიანი ვინ არის, აბა, ხო ბოდიში ქალბატონს. რაღაც საოცარი კომენტარები უწერია და მე გაუცების სმაილების მეტი ვერ. მე დაბლოკეს რვიანი რა ხო მაგის თავი არ გვაქვს რა. არა, ჩვენ თანამამულეს ეგ აი მოკლავდნენ იქა სოფლიოს დასანახად და ლამის მოგვიკლეს და ვიღაცას კიდე რაღაც საგლაცინოთ აქვს საქმე და ნუ ახლა სირცხვილი არა მართლა რა უნდა ველაპარაკო იმ ხალხს ვინაც იტყვის რომ ახლა ჩვენ გაყიდეს და ფული აიღეს ფული გააკეთა მან რა ქვია არმან წარუგიანმა ჩვენთან საქართველოში გაზრდილმა სომეხმა რითი გააკეთა იცი 1 მილიონი ამერიკული დოლარი დადო ილიას დამარცხებას და იმ ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე და 1 მილიონიდან მიიღო მე 5 მილიონი ნახევარი ანუ 4 მილიონზე მეტი სუფთა მოგება ახლა სომეხი ბოდიში ახლა ყველა სომხებთან მაგრამ როცა 1 მილიონს დადებს წარუკიანირსნაირი სომეხი რა თუ არა ქართველ და ჯიგარ სომხებს ვინაც არ ჩვენთან საქართველოში და არა მარტო მათ შორის სომხეთში ჩვენი მეგობრებიდაც მე იმათ ვენაცვალე მაგრამ აი ეს არმანა აი მაგას 100%-ით არ ცოდნოდა წინასწარ რაღაც ინსაიდერული ინფორმაცია არ ქონოდა და დარწმუნებული რო არ ყოფილიყო რომ ის ბრძოლა არის ჩაწყობილი რომ ილია უნდა დამარცხდეს მილიონს დადებდა და მაგას გარისკავდა ახლა 1000 და 2000 დოლარი ხო არა კი ვიცი რომ მამის მილიარდელია მაგრამ მილიონი არის მილიონი და ის დარწმუნებული იყო რომ იმ მილიონს არ წააგებდა და პირიქით რომ მოიგებდა იმ 4.5 მილიონს და რაც მოხდა კიდევაც აი როდესაც მე გავიგე რომ არ მან წარუკიანმა დადო 1 მილიონი მაშინ დამებადა ეჭვი რომ რაღაცა მამაძაღლობას აქვს ადგილი და უკვე წინასწარ ჩაწყობილი არის და ესეთი სცენარი არის რომ წააგებინონ დაუმარცხებელ დაუმარცხებელ მებრძოლს სხვა შორის არა მარტო არმან წარუკიანი მოიგებდა ამაზე დითახას არამედ ცნობილი ფსონების და აი ამ სპორტული ნაზლებების ხო მაფია რასაც ქვია ხო სპორტული ფსონების აი ხო 1000 ბიუროები არიან ხო რომ დებენ და იღებენ აი ამ ბუკმეკერები რა და ბუკმეკერები იქა სოფლიოს მოსახლეობის 99% დარწმუნებული იყო რომ მილია გაიმარჯვდა, იმიტომ რომ აი ვისაც არ ეზარებოდა ყველა საყავს ნაციმის გეიჯი დაწყებული აქვს მას ხაბიბ ნურმაგომედოვიდან დამთავრებული იმ მებრძოლებიდან რომელიც ილიამ ბოლო ბრძოლაში დაამარცხა. მათ შორის მაქს ჰოლუეი რომელიც ილიამ დაანოკაუტა, მანამდე მაქს ჰოლუეიმ დაანოკაუტა ეს ჯასტინ გეიჯი, ვინაც ახლავისთან ახლა ვითომ დამარცხა ილია. ხო ანუ ეს კაცი ერთმა დაანოკაუტა, სხვა მე კიდე მეორე მებრძოლი პერეირა, ხო რომელმაც ასევე დაამარცხა გეიჯი და ილიამ ეს პერეირას დაანოკაუტა. ხო და ანუ ესე იგი ვინღა იყო, ბუდიში და ვინღა ჩემი ფეხები იყო ჯასტინ გეიჯი, აი ამის ფონზე, სადაც მისი მასთან გამარჯვებული ხალხი და ვინაც მას იულად მოუგო თუ ნაკლი, ასე თუ ისე აჯობა, ყველა დამარცხდა მანამდე ილია თოფურიასთან, ხო? ანუ 99% იყო დარწმუნებული და ვინაც ფსონსდობდა ეს ახლა სუფთა სპორტულიდან გამომდინარე ყველა დადებდა ფსონს ილიას გამარჯვებას. ის 1% ესე რომ თქვა ის მამაძაღლები, ვინაც აი ასეთ შეთქმულებებს მართლა აწყობენ და შეთქმულების თეორია კი არა, რეალური შეთქმულება. იმიტომ რომ ტრამპის შვილმა რა ქვია იმას ასევე ტრამპმა გვარად ხო წინა დღეს მიწერა რაღაც შეტყობინებების სახით ერთ-ერთ ორგანიზატორს და ერთ-ერთ აი ამ UFC-ს თანამშრომელს, ნუ ადრე ყოფილ ჩემპიონს და ცნობილ მებრძოლს დანიელ კორმიერს, DC, ცნობილი სახელით, დანიელ კორმიერს, მან მიიღო შეტყობინება, რომ ტრამპის შვილი ეკითხება, რომ პირდაპირ კითხავ, რომელი მებრძოლაო, ხო არიცი რომ ზუსტად უკვე ის იყოსო რა, უკვე ჩაწყობილი და გაყიდული და უკვე რო იცოდე რომ რომელი მოიგებსო, რომ ფსონი დავდოო რა. და დენიელ კორვიერმა ეგრევე პასუხა რომ მაგას როგორ მეუნები საერთოდ მაგას როგორ ფიქრობ ჩვენ ბრძოლებს არ ვაწყობთო საერთოდ ჩვენ გავდარკვირდით და ეს გამოუქვეყნა ეს სოციალურ კი გამოუქვეყნა ეგრევე მე გააქრობინეს იმიტომ რომ იმან თქვა რომ ეს ტრამპის შვილმა თქვა რომ რაღაცა ხელოვნური ინტელექტის ნაჩალიჩებიაო და ხო ესე იგი მეტი საქმე არ ქონდა ხელოვნურ ინტელექტს
წინაღამეს რომ თვითონ გაეღვიძა ხელმძღვანელს და მოდი ახლა რა ვიმაიმუნო და მოდი ახლა ტრამპის შვილის სახელით მივწერ იმას, რა ქვია, დანიელ კორმიერს, კითხავ ვინ მოიგებს უეჭველი ხვალ იმაში ბრძოლებშიო, ხო? და მე რა თქმა უნდა ეს მიმოწერა გააქრეს, აიღო ესევე თავისი დაპოსტილი ამ დანიელ კორმიერმა, მაგრამ ის ხო რჩება დალექილი რაღაცა, ხო? აი ესეთ რაღაცები ხო შემთხვევით ახდება, არასოდეს არ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ პრეზიდენტის შვილი ასე გამოაჭენა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ამ ორგანიზაციიდან, თქვა რომ ისე იყო მცდელობა, მცდელობა მაინც ვიღაცის მიერ, აი ჩაწყობილი საქმეებში უკვე წინასწარ დაწყობილ ბრძოლებში ფულების გაკეთებისა. და ჩვენ ახლა არა მარტო ამ ბრძოლებში ყველა სადაც დიდი ფული ყველგან ხედავთ, ჩაწყობებს და ყველგან ხედავთ წინასწარ რაღაცის მაიმუნობას, რომ ვიღაცებმა დიდი ფული იშოვოს. მათ შორის ფეხბურთის ჩემპიონატზეც ახლა ისე გონდა რომ ესპანეთი პირველ თამაშს ყაიმით ითამაშებდა მაგალითად, აი მაგალითად რომ მოიყვანო, ამიტომ ვის უკვირს ახლა მაგი და მაგამბავი რომ ამაში ხალხი და ბოროტ მოქმედები ფულებს აკეთებენ, ხო? და თუ აგჯერათ, მაშინ რა ვიცი, კარგად იყავით, მაშინ იცხოვრეთ თქვენს ასე ვთქვათ ილუზორულ სამყაროში და არ დაინახოთ სიმართლე, მაგრამ რავი, მე ილიას ადგილას მე მაგ თეთრი სახლის ივენზე არ წავიდოდი. ახლა მე წინასწარ არ მიყავს ამ ლაბორატორიაში ხო იცი ამდენი ჰეიტერი ყავს და დაიწყებდნენ რომ შევინახავ ჭკუას უასწავლი და ბიჭო და ყველა ვარიანტში მოიგებს და ვინას გაუბედავს და აგერა ვარ და რაღაცეები ხო იცი როგორც საქართველოს ამიტომეს მე რატო არ წავიდოდი იცი აი ტრამპი რო ვიცი რაც ეფსტინელი ნაბიჯვარი არის აი მარტო მაგის გამო რომ მაგისგან ყველაფერი არის მოსალოდნელი და ფაქტიურად ახლა ილიას აი ამ ბრძოლაში გამარჯვება გეიჯის დამარცხება ილიას შოულებრივად ესე გადის ილია მაგალითად აი ამ ივენზე და ამარცხებს ჯასტინ გეიჯის დამარცხება ილიას არანაირ ასე რომ თქვა რეიტინგს არ უმატებს. არანაირ რეიტინგს არ უმატებს, იმიტომ რომ გეიჯი მანამდე ყავს დამარცხებული ძალიან ბევრს და ილიას არის დაუმარცხებელი. გეიჯი არ არის ჩემპიონი, ილია არის ჩემპიონი და რჩება უბრალოდ ჩემპიონი. ანუ არაფერი პლუსი არ იყო, გარდა იმისა, რომ მივენზე თავარ ბრძოლაში გამოდიოდა და ნუ იქ რაღაც მომად თანხესდებულებდა, მაგრამ სპორტულად ესე იგი რისკის გარდა არაფერი არ იყო ილიასთვის. ანუ გეიჯის დამარცხება მას ბონუსებს არ აძლევდა ფაქტიურად. აი სპორტი ვისაც ეს მისის ამაში დამეთანხმება. ხო და რატომ მიდის ის და რატომ ეთანხმდება აი ამ თეთრი სახლის ივენტზე ღიაცის ქვეშ კაცმა არის ის სულ სხვა სიტუაცია არის ნახევარი წლის კი არა ფაქტობრივად თითქმის ერთწლიანი პაუზის მერე რაც არ გამოსულა ქონდა ოჯახური პრობლემები მეუღლესთან გაშორება და ის განქორწილების პროცესი და აი ამ დროს განმავლობაში არასპაროზობდა ეს ადამიანი და ილია თოფურიაზე მაქვს საუბარი და რა თქმა უნდა ესეც მინუსი არის დიდი ხანი როცა გაქვს პაუზა და არ გაქვს ნაჩხუბარი პირდაპირ ეს თქვა სადიდულო ბრძოლა მე ილიას ადგილას რო გითხრა სიმართლე აი ამ ბრძოლამდე მაგ UFC-დან თანამშრომლობას თავს დავანებდი საერთოდ წავიდოდი მაგ UFC-დან და გადავიდოდი რივში სადაც უფრო მეტი შეიძლება წარმატების მიღწევაც და უფრო მეტი ილიასთვის ასე ვთქვათ ფინანსურად თანხების გამომუშავებაც მაგრამ უნდა კიდევაც ილიას მაგრამ ილიას უნდა ჯერ კიდევ რაღაცები დაემთავრებინა ეს UFC-ის ამბები და გააკეთებდა კიდევაც ასე რომ ამ ზოგობას არ ქონოდა ადგილი მაგრამ სამწუხაროდ აი ასე გაწირეს და ასე გაუჩალიჩეს ხო და არც ახლა არის გვიანი ილია და მე მიმართავ ილიას რომ ჯობია დაანებო მაგ აფერისტებს და მაძაღლებს თავის საერთოდ, იმიტომ რომ რა გარანტია გაქვს რომ სხვა შემდეგ ბრძოლაში კიდე რამე სალიჩალიჩებენ. და წარმატებები მომავალში უკეთესია კრივში რა თქმა უნდა. თუმცა იქაც როგორც თქვი, იქაც არაფერი დაზღვეული და გამორჩეული, მაგრამ შეიძლება უფრო ასე ვთქვათ, დაკვირვებულად და უფრო იმათ რა გამოკონტროლებლად მოწინააღმდეგის ყველა სახის სახე. კიდე რა ხდება ეს აი კრივში რო გაქვს მაგალითად ხელთათმანი, ხო ის ხელთათმანი გიფარავს თელ ხელს. მათ შორის ცრათიცაც ხო ის და ხა კრივის ხელთათმანები როგორა. და UFC-ის ხელთათმანები არის მარტო აი ამ ნაწილს გიფარავს, აი ამ ნაწილს, ხო? აქ არის ღია თითები არის ფაქტიურად აი აქ ამ ესე თითები არის. უნდა მოძრაობდეს იმიტომ რომ იქ რა როცა იჭიდაო და რაღაცა ტკივნეული გააკეთო ან მახრჩობელა გჭირდება თითების გამოყენება. ხო და მათ შორის ცრათითი არის ფაქტიურად სავსებით თავისუფალი და ერთ-ერთი მომენტი იყო როცა ხედავთ მე შენელებულ მეუბან ნახალვათ ეს ამუნარიდი აი ამ ბრძოლიდან როცა ჯასტინ გეიჯი პირდაპირ ასე ამ ცრათით ასე შედის და პირდაპირ თვალში ფაქტიურად ასე ცრათითით თვალთან ასეთი ნაკაწი წარმოიქმნება მისი ფრჩხილი და მას ყველამ დაინახა ეს აიპოკ შოულევრი მომენტი ამაზეც არავინ
არც რეფერიმ იმ რინგზე და არც მე ყურადღება არ გაამახვილა, ანუ გაუტარეს ეს ნახა. ჯასტინ გეიჯი არის ცნობილი თავისი ბინძური, ასე რომ ვთქვათ, გამოხტომებით, მას უყვარს ასე ვინმეს ერთი ხელით დაჭერა და მეორე აქედან აბერკოტები შეიძლება მოსული არის ამ UFC-ში, ახლა ბოქსის წესებით, კრივის წესებით არ ჩხუბობენ, ახლა ილია უფრო კრივის წესებით ჩხუბობდა და უფრო ასე უფრო კი არა რაინდულად დავაშკაცვა, მაგრამ აი ეს ჯასტინ გეიჯი ყველანაირ მამაძაღლობას იყენებს ყოველთვის, ახლა რამდენი მაგასთან ვინმე იბრძოლა, ყველას ჰქონდა მერე მიღენებული ჭირლოები და თვალებში ჩათხრილი თითები და თვალის ტრაუმები და არა მარტო თვალის ტრაუმები, ძალიან ბევრი გადახედეთ მის მოწინააღმდეგეს როგორი სახე და როგორი დაზიანება აქვს მათ ბრძოლის მერე და მით უმეტეს არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯვართან გასვლა და მაგასთან კიდე საერთოდ მაგ იმედზე გამოსვლა, მაგრამ ნუ ახლა რა ვქნა, თავისთავად რომ მეთქვა და აიწყებდნენ კიდე და ახლა ვთქვი და ახლა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ რა ვიება. ახლა გაბჭოს ამას რა გაეშველება. ხო, მაგრამ რა ვიცი აბა ჩვენ უნდა გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნები აი ამ მაგალითზე რომ ჩვენს ქვეყანას არა რომ არავინ არა ჩვენი მეგობარი. აი ეს რომ ჩვენ გვიფიცებიან მეგობრები და რაღაცა სტრატეგიული პარტნიორი და რაღაცა ესე არ ექცევიან მეგობრებს რა. ესენი ეს ამერიკელები რო გითხრა ტრამპი მით უმეტეს და მისი შანტრაბა ყველა ჩვენ გვიყურებს როგორც რაღაცა უნტერმენშენებს ანუ ვითომ ადამიანებსა და ცხოველებს შორის რაღაცა სხვა სპეციების ხალხს ვინაც აი მათ ამერიკულ ჰეგემონიამდე ვერ მივა და რა თქმა უნდა ისინი არიან ყველაფერში უპირატესი უნდა ამას ამტკიცებენ. პრინციპში იგივე საკეთებდა ადოლფ ჰიტლერი 30-იან წლებში როცა იქ ატარებდა იქ თავისთან ოლიმპიურ თამაშებს მიუნხენში რომ დაემტკიცებებთ რესპუბლიკაში რომ გერმანელი თეთრი რასა იყო აღმატებული და უპირატესი და ყველა საჯობებდა ყველაფერში რა. ხო, აი ეს მაშინაც პოლიტიკა იყო სხვა შორის იქ მაქს შმელინგი გერმანელი ბოქსერი და მოკრივე გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ხო, ძალიან საინტერესო მოვლენა იყო სწორედ ჰიტლერის თქვა ზეობის და მისი კანცლერობის პერიოდში. ხო, ახლა ისტორია ვინაც იცის პარალელებს გაატარებს რა. ხო და ვინაც არ იცის ჩვენ მაინც გავიგონოს ვინაც ვისწავლეთ და ვინაც ვასწავლეთ კიდევაც და ვასწავლეთ კიდევაც აი ამას აი ამ საგნებს რა. ხო და აი ეს არის რა გაგვიძლდა სიტყვა აი ამ თემაზე, მაგრამ რა ვიცი მე გული არ მithმენდა რომ ეს ყველაფერი არ მეთქვა და იმედია ყველაფერი გასაგებად თქვი. და გადავიდეთ სხვა თემებზე. ობა, პირიქით, დიდი მადლობა ამ თემის წამოწევისთვის. ჩემთვის სპორტი ძალიან უცხო ხილია, მხოლოდ და მხოლოდ სოციალების ინფორმაციები შემოვიფარგლებოდი ეს დღეები მაგ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ესეთ ძალისმიერ სპორტს მართლა ვერ ვუყურებ ხოლმე, იმიტომ რომ ერთმანეთს შეუტყობენ, თუდად ხვდები და ფილმშიც არ შემიძლია ასეთი რაღაცების ყურება, არათუ სპორტს ვუყურო ასეთი ძალისმიერი მეთოდების. და მადლობა რომ განიხილე, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ქართველი, რომელიც მსოფლიოში პირველი იყო, შეგნებულად თან ისეთთან დაამარცხეს და ისეთთან დამარცხება აჩვენეს საზოგადოებას, ვინც მასთან ვერც კი მოვიდო და ამერიკელთან უბრალოდ იმიტომ რომ ამერიკელი არის თქმა. ბატონო, სპორტი, კულტურა, ხელოვნება, ყველაფერი რომ პოლიტიკასთან უკვე ასოცირდა და პოლიტიკური ნიშნით არის ყველაფერი, ეს ხო ვიცით, არაერთი მუსიკალური მსოფლიო შოუები ავიღოთ, სადაც კონკურსები არის, სილამაზი კონკურსი იქნება ეს თუ რაც გინდა იყოს, სულ ყველა პოლიტიკურია ფაქტიურად ხო ხედავთ არა ბოლო წლების განმავლობაში და ვის გაუკვირდება ილიას აი ესეთი რაღაცა როცა მართლა გაუჩალიჩეს რასაც ქვია ბოდიში. ვისაც ყავს ახლა აი შაშან ესე იგი ის სიტუაცია რომ სოფლიოში ორი საუკეთესო მებრძოლი ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი ორივე ქართველი ახლა იქ ვის უყვარს და რაცა უნდა აგინოს მერაბ დვალიშვილმა სტალინს ყველა მის რომ სტალინი არის ქართველი ეთნიკურად და ქართველების ყველაზე დიდი პოლიტიკური მოღვაწე და ახლა დღემდე ვერ მოუნელებიათ ახლა ჩვენ 3 მილიონიან ერს ესე იგი მაგნეს ვინ გაგვიტარებს აი ამ ზვიგენებით და ნიანგებით სავსე ოკეანეში რაც ერთმანეთს ჭამენ ხო და ჩვენ ესე ვის დაგაგვირათ რომ ჩვენი გენი წარმოჩნდეს როგორც ყველაზე მაგარი მაგრამ რაც უნდა ეჩარჩუნ მაინც წარმოჩინდება ჩვენი გენი ყველაზე მაგარი კიდე ახლა უფრო ახალი თაობა მებრძოლების იქ ჩოხელი და კიდე არის მეორე კიდე რაგვარი იყო და მავისყა ბუდიშმარაგიური რაცა იციან ორი კიდე ჩვენებული გამოვა და დაიცახ ჩვენ საქართველოს გრისებას მაგ UFC-ში და ბარიეროს დაამტვრევენ ჩვენպես და ძალიანაც კაი და ეხლა მე აღარ მიწყობს ასაკიხეს თუ არა ისე ვიყავი ნერმოშვილი მე გავიდოდი და მე გავიგდებდი წიხმეშ ბარიეროს რა ძველი დრო რო გამეხსენებია მაგრამ ყავს კიდე ქართველებს ჩვენ მომავალთაობა ძალიან კაი ბიჭები გვესდებიან სხვა შორის ამ სპორტში მე ვნახე საქართველოს რო ვიყავ ბოლოს ჩამოსული მე ვნახე იქ ჩატარებული ღია ჩემპიონატი საქართველოსი ბავშვები სულ ბავშვები და ახალგაზრდები მოზარდები ჩემი მეგობარი ჯარჯი ნონიაშვილი არის
ამ ფედერაციაში მწვრთნელი სხვადასხვა და მისი მოწვევით ვიყავი იქ და დავინახე რომ გვეძდება ძალიან კარგი თაობა, მაგარი ბიჭები და ვერ გაგვაჩერებს. ვერანაირი მათი манипуляცია, ვერანაირი გიფსოკარტონებით რაღაცა ესე ხელების თაბაშიში ჩასვები და მაგათი რაღაც საკრული საერთოდ დოპინგები ჩვენ ქართულ გენს ვერ გააჩერებს და საქართველოს კიდევ არაერთხელ შობს სტალინის მსგავს გენიას, რომელიც საბოლოო ჯამში შამაცად ჩაუსვამს აი ამ ეპსტინის ასე ვთქვათ მასონურ სიონურ და ასე შემდეგ დაჯგუფებებს რა, როგორც არაერთხელ ყოფილა ისტორიაში. ამიტომ ხრედი ვიყოთ ქართველებო, ვერ გაგვტეხავენ, ვერ გადაგვივლიან, შეიძლება ასე ვქცევონ როგორც ილიას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ დაგვამარცხებენ და ვერ დაგვაჩუქებენ და ვერც ილიას ვერ დაამარცხებენ. არწმუნებული ვარ, ილია დაბრუნდება უფრო ძლიერი ვიდრე აქამდე იყო და სადაც უნდა მოხდეს, უბრალოდ მე ურჩევდი რომ საერთოდ მაგათ გაარიდოს და ბოქსში და კრივში აჩვენოს ყველას და უფრო მეტ წარმატებებსაც მიაღწიოს და მიაღწევს კიდევაც. ამ თუკი მაინც მან გადაწყვიტა რომ იქ ყველაფერი ასე ვთქვათ გაუიასნოს რა, საგუნებლად ვიტყვი რა აი ამ UFC-ში არც მაგის პრობლემა არ ექნება, თუკი ესე იგი მართლა თუკი რა, ვიცი, თუკი მეორე მხარე ყოველთვის რაღაც მზაკრობებს არ მიმართავს და კიდე ხელთათვალების რბილი ხელთათვალების მაგრამ რაღაცა რკინებს არ ჩააწყოს იქ ხო. აბა ამას უნდა გააკონტროლოს, მე არ ვიცი რა, უნდა გააკონტროლოს და ამიტომ სადაც ალაჩობს გაცლაჩობს რა თქვა მე და მაგრეუნები ახლა მაფიოზებთან არის საქმის დაჭერა რა, ეს იქნება ჩემი რჩევა კონკრეტულად იმ ორგანიზაციაში რომელიც უფროსი არის დანა ვაიტი, რომელიც არის ტრამპის მთავარი ანტიქრისტეს ვინაც აწვის და ამიტომზე იმისი ძმაკაც და იმისი ლაქია და იმის კუდის მოკიცინე ძაღლი ესე რომ თქვა ყველაფერს უსრულებს და ახლა დაუძახარ უთხრა ყველაზე შენი საუბრობებზე მომიყვანეო და ის უნდა გაილახოსო რა და ეს შეუსრულა რა აი ამ დანა ვაიტმა, ეს მოხდა რაც მოხდა მან. და წარმატებები ილიას მომავალში და ყველა ქართველს მათ შორის ყველა ქართველს ვინაც საქართველოს სახელს წარმოაჩენს და იცავს საერთაშორისო ასპარეზს. კობა, მაინც პოლიტიკაზე მოგვიწია საუბარი, სპორტზე გვინდოდა და პოლიტიკურია მაინც ეს ყველაფერი და მოდი პოლიტიკაა თეგლა და მაგიდო ახლა ეს ხო ხედავ სპორტი არის პოლიტიკა. ახლა გადავიდეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი. ძალიან საინტერესო შეთანხმებაა, რომელზეც აქტიურად მიდის უკვე მუშაობა და მინდა ამ მოვლენებზეც ვისაუბროთ, რა არის ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, შენ ზუსტად ვიცი უკვე გადახეჭილი გექნება ეს მემორანდუმი, მე პუნქტებიც წავიკითხე. აქ ორი მხარის მხრიდან სანამ ხელი მოეწერებოდა, წინსწრებად იყო განაცხადი როგორც ამერიკის ასევე ირანის მხრიდან, რომ თუ კი ის ამას არ შეასრულებს, აზრი არ ექნება მემორანდუმზე ჩაიშლება და ასე შემდეგ. ორივე მხრიდან იყო მსგავსი კომენტარები. ირანის მხრიდანაც, ამერიკის მხრიდანაც, რას ნიშნავს, შენ რაღაც დროზით ახსენე, რასაც ნიშნავს ამერიკის მხრიდან ამ მემორანდუმზე დათანხმება, მაგრამ მინდა სიღრმისეულად ახსნა. პოლიტოლოგიურად რას ნიშნავს ამ მემორანდუმზე დათანხმება ამერიკის მხრიდან, როდესაც ამ ხელაობში შევიდა გამარჯვებით უნდა გამოსვლა ამ ხელაობიდან და უკვე მემორანდუმს მოეწერა ხელი. საფრანგეთში ხელმოწერა ფოტოსახით გადაეგზავნა მეორე მხარეს, მე დღეს უნდა შემდგარიყო და როგორც ვიცი შედგა კიდევაც ეს ხელმოწერა და მაინტერესებს როგორ ახსნი რა არის ეს მემორანდუმი და მე დანარჩენ თემებს დიდი შვიდეულის ამბებით მოვაყოლოთ აუცილებლად. კეთილი, ხო, უკეთ მემორანდუმი რას ნიშნავს, თავად სიტყვა. მემორანდუმი აი გაუსვა ჩეკითხვა ჩვენს სპენელებს, აბა გაგვიშიფრეთ ცნება პოლიტიკაში და დიპლომატიაში მემორანდუმი რა სახის ასე რომ ვთქვათ დოკუმენტთან გვაქვს საქმე. კაი მე გაგიშიფროთ. ანუ მემორანდუმი არის ლათინურში რომელიც იქნებ დაწეროს მაყურებელმა. საინტერესო იქნება მათი მოსაზრება, ჩართულობა არის აქ მთავარი მაყურებლის. დიახ და მაგითო. ყველაზე დიპლომატიურად რო ვთქვათ, მშვიდობის მემორანდუმი შედგა. თვითონ მემორანდუმის განმარტება თუ შეიძლება. გასაგებია მშვიდობის მემორანდუმი, მაგრამ მარტო მემორანდუმი რას ნიშნავს, აბა კაბადონაშოვენა. თავად მემორანდუმი. აი რატო თქვით ისე აი ჩვენთან საქართველოში და ზოგადად აი მიღებულია რაღაცა რომ აი ესმის რაღაცა ცნებები, რომელიც 1000-ჯერ გაგონილი, მაგრამ ის რომ ადამიანი ჩაეძიოს, ხო?
მაგალითად დაგუგლოს და დაინტერესოს მაგრამ 1000 ჯერ ხო აი დაგუგლავთო და სმაილი მოაყოლა რა და ხო და თავის დროზე აი მე თუ არ უთხარ ის არ დაგუგლავენ ესე იგი და არც მემორანდუმს არც სხვა რაღაცას რა აი მორატორიუმი რა არის მე მორატორიუმი და მემორანდუმი ეშლებათ ერთმანეთში კიდე ხო იმიტომ რომ ძალიან გავსეთი ხო ერთმანეთს ხო კობა უბრალოდ მაყურებას კი არა პოლიტიკოსები რო ქვია იმათში პოლიტიკოსებს მაგი არა გასაკვირი ფეხბურთელები უყავს პოლიტიკოსებიც ერთად ახლა მაგათ რომ მემორანდუმი და მორატორიუმი აერიოს ერთმანეთში მაგი პირ არ აერიოს ის უფრო გამიკვირდება და სწორი გამარტება რომ იცენ რა მაგრამ მოგეთ შემოძვიფასებულ ვარ დაგალოთ მემორანდუმი ჯერ თქვათ რომ ეს არის ლათინური ძველი რომაული სამართლიდან და დიპლომატიიდან შემოსული და დარჩენილი ცნება არის მემორანდუმ მემორი ნიშნავს მემორანდო ესე იგი ზმნის მემორარე ანუ გახსენების მოგონების ასე ერთი ფორმა არის რა ანუ ესე იგი მოსაგონარი რაღაცა ესეთ გასა რო არ დაგვავიწყდეს ახლა ჩვენ რომ ჩვენ აი ეს გვინდა ანუ ესე იგი ეს უკვე საბოლოოდ გაფორმებული ხელშეკრულება კი არ არის რომელიც უკვე იქნება ასე რომ ვთქვათ საერთაშორისო სამართლის მხრივ ძალაში რომ აუცილებელია რომ ორივე მხარემ შეასრულოს და თუ არ შეასრულოს მაშინ ისინი იქნება ხელშეკრულების დამოუკიდებლები ხო და ამისაც რაც მოყვება ამას ყველაფერს არამედ ესე იგი აი რაღაცა არის მემოს პლუს რანდომი რასტისებს არის და ხო მემორანდუმი არის ესე იგი დარდასავი იწყი გაგახსენდეს რომ აი ჩვენი პოზიციები რომელიც ჩვენ ესე იგი ორივე მხარემ დავასაბუთეთ და დასაბუთებული სახით ერთმანეთს წავდგინეთ და ამაზე შევჯერდით რომ აი ამას ჩვენ ესე იგი ვათანხმებთ ერთმანეთში რომ აი ამის საფუძველზე ჩვენ გავაგრძელებთ მე მოლაპარაკებებს და იმედია რომ ეს მოლაპარაკები დასრულდება საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულებით. ამიტომ სამშვიდობო ხელშეკრულები ჯერ არა გვაქვს მემორანდუმი, რომელიც რა თქმა უნდა უფრო ასე მე თუ გითხრათ, უფრო სიმბოლური მნიშვნელობისაა და უფრო არის აი ასე რომ ვთქვათ შუალედური მონაცემების და შუალედური მდგომარეობის ასე რომ ვთქვათ აღნუსხვა არის, ხო? იმისა, რომ რა მდგომარეობაც არის ახლა. აი ამისი აღწერა ასე რომ ვთქვათ, ხო? დავაყენოთ ანგარიში, ასე რომ ვთქვათ რა. და ამის საფუძველზე მე მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, შემდგომი მოლაპარაკებები. ამიტომ მემორანდუმს მე პირადად აქ რა პუნქტები ეწერია ხო ამერიკელები ბოლომდე არც ამბობენ და არც ასე ვთქვათ ახმოვანებენ და არც ასაჯაროვებენ ყველაფერს მათ ხელი მოაწეს უფრო ირანელებიდან უფრო ვიცით და გვესმის და ალბათ ვასილ პაპავა კიდევ უფრო გეტყვის ირანელებიდან იქ რა განმარტება გქონდა სიღრმის არ ჩაწერეს აი ხო ხედავთ ხო იქ არის ეს პუნქტები რომ ორმუზის სრუტეს ვინ გააკონტროლებს და ახლა იქ ირანის და ომანის განაღმვის პროცესებში ვინ მიიღებს მონაწილეობას და აი ესეთი დეტალებზე არის საუბარი მაგრამ ყველაზე მთავარი მომენტი არის ის რომ ორივე მხარე აღიარებს ერთი მეორის ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და აი ამ ტერიტორიებზე მათ უფლებებს და სუვერენობას უფლებებს და შვიდობა, რომელსაც მიესწრაფიან, უნდა მოიცავდეს ყველას, მათ შორის აი ამ ორივე მხარის მოკავშირეებს. ხო, ერთი მხრივ ამერიკის მოკავშირე იქ რეგიონში, ისრაელი პლუს ხოლისა და ასევე არაბული ქვეყნები და მეორე მხრივ ირანის მოკავშირეები, მათ შორის ასე ვთქვათ, იემენური ხუსიტები და იქ რა თქმა უნდა ლიბანში ჰეზბოლას ებრძოლების ჩათვლით. ამიტომ ესე იგი ირანი ითხოვს რომ ეს ხელშეკრულება გავრცელდეს ლიბანზეც და ლიბანიდან იქნას გაყვანილი ისრაელის საოკუპაციო ჯარები და იქაც სადღაც მშვიდობა და სანამ ეს არ შედგება მანამდე ირანი ხობა რომ ირანისა და ამერიკის ამ შეთანხმებას ისრაელი ეწინააღმდეგება რა თქმა უნდა, მიტომაც მოხდა რომ უკვე ბოლო ინფორმაციით ისრაელმა კიდევ უფრო მასირებული შეტყობა მიიტანა და შევიდა შევიდა ლიბანში და ბეირუთი იბომბება და აი ამის ფონზე ისრაელი ამბობს რომ ჩვენ არ ვართ ამ ხელშეკრულების მომწერები და მისი ასე რომ ვთქვათ სუბიექტი მხარე არა ვართ ამ ხელშეკრულებას, სადაც რაღაც უნდა იმას გავაკეთებთო, ხო და თქონდა ამერიკა თუ კი ამბობს რომ მაშინ ესე იგი მე ამ ხელშეკრულებით წერ რომ ესე იგი მე და არ ჩემოკავშირეებს არაფერი არ უნდა მომადგეს ზიანი და მაგრამ ჩემი მოკავშირეები ჩემ ჯგუფაზე არ დადიან მაშინ რა გამოდის ეს ხელშეკრულების აზრი ხო მაშინ როგორ იცავ ჩვენ ამ მოკავშირეების უფლებებს თუ კი ისინი შენს ხელშეკრულებაში არ შემოდიან და არ იცავენ მის პირობებს ხო და აბსოლუტური მდგომარეობა არის მაგრამ რა თქმა უნდა ირანის ცდილობა რომ სპორტ მოახდინოს აი ამ
პროცესის ტორპედირება ეს ცხადი იყო და ირანმა დღეს რო განაცხადა რომ კაი მაშინ თუ ესე იგი თქვენ აგზელებთ მან დაბომბებს მაშინ ჩვენ ვაგზელებთ ორმუზის სრუტის ბლოკადას და გადაკეთებას ხო უნდა აღინიშნოს რომ ვაშინგტონ პოსტის განცხადება არის ამერიკის დაზრობა არ აუდოს რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ამერიკასა და ირანს შორის შეთანხმების განხორციელებისთვის ხელი შეშლა სურს თვითონ უნაროა ისრაელთან იმართება. რა უნდა, მაგრამ ეს არის როგორც ბოლოდი კეთილი პოლიციელის თამაში რა და ვითომ ახლა ის იმას არ ეჩილება და ვითომ ახლა ეს მერე აგინებს გამოდის მერე JD Vance და ამბობს რომ ისრაელი თქვენ 9 მილიონიანი მოსახლეობა ხარ და მან ჭკუით იყავით თორე თუ ჩვენოთ ვერ გაძლევთ და ვერ გაჩერდებით და არ გაგაჩერდეთ მან და სუმკრელობებით ვერ გაიტანთ თავისუფლად და ეს თქვა სუმკრელები უწოდა სულ და ტრამპი რასაც ლაპარაკობს რომ იმაზე ხო საუბარი ახლა BBC აუწოდა და როგორ მოიხსენია მაგრამ პრინციპში ეს ყველაფერი არის პუბლიკაზე და სანახავად გამოსატანი ასე ვთქვათ ხალხის გასართობა და თვალისასახვევად სიამოვნებაში და რეალურად მე ვფიქრობ რომ ამ მემორანდუმით ასოს რომ აიღო ტაიმაუტი და ასე ვთქვათ ორივე მხარეებმა ხა ირანისთვის ეს არის ის მიღწევები რაც მან მიაღწია თავის თავდაცვითი ომის ასე ვთქვათ შედეგად რაც მან მიაღწია ყველაფერი ჩამოაყალიბა მემორანდუმში და ის ამბობს რომ აი ამ მიზნების მისაღწევად ის მზად არის რომ კვლავაც უსაჯრო გახდა იბრძოლოს და იომოს ხო და მეორე მხარე რა თქმა უნდა რისთვის დაიწყეს რომ ესე იგი იმაზე უარეს მდგომარეობაში არიან და ვართ არის დასავლური სამოვა და ისრაელი მათ შორის ვიდრე ომის დაწყებამდე ფაქტობრივად იგივე სიტუაცია რაც ომის დაწყებამდე იყო არანაირი კონტროლი ირანის ბირთვულ ვთქვათ გამდიდრებულ ურანზე არანაირი კონტროლი არის მით უმეტეს არანაირი რეჟიმის ცვლილება რეჟიმ ჩენჯი არ მოხდა და არც მოხდება ალბათ უახლოეს პერიოდში ასეთი მეთოდებით დავინახეთ რომ მიუღწეველი ოცნება არის იქ რეჟიმის შეცვლა და აითულების მაგრამ ვინმე ამერიკელების ლოიალური ხალხის იქ მოყვანა და არ გამოუვიდათ და მით უმეტეს ვერანაირი ლიკვიდაცია ვერ მოხდა ირანული სარაკეტო პროგრამის, რითაც ირანს ყოველთვის შეიძლება ამ რაკეტებით დაემუქროს როგორც ისრაელს, ასევე გოლფის ვთქვათ არაბულ სამყაროში, სპარსეთის ყურეში არსებულ არაბულ ქვეყნებს ასე ვთქვათ რა და შესაბამისად ეს სიტუაცია და ეს სტატუს კო არავის არ აწყობს, უბრალოდ არ აწყობს აი ამ დამარცხებულ მხარეს, დამარცხებული მხარე არის ამ ეტაპზე აშშოდა ისრაელი ფაქტია ხო ფაქტის კონსტატაცია და ის რომ 29 მილიარდი ახლავე უნდა მიეცეს ირანს და ამერიკას 300 მილიარდია საუბარი ამას აქვია ამას თუ არა კაპიტულაცია და თუ არა ასე ვთქვათ წაგებული მხრის მხრიდან პირდაპირ არის მითითებული ამ მემორანდუმის პუნქტში პირდაპირ არის მითითებული რომ აღდგენას უნდა შეუწყოს ხიან ომის მერე დამარცხებული მხარეები ხო ახლა გამარჯვებული მხარეს ფული არასოდეს არ გადაუხდია აქვია დამარცხებულისთვის ხო და ახლა რაზე ასალა როცა დაიწყო ეს ომი ბევრმა ის და დღიმილით აბა შენი აზრით ვინ გაიმარჯვებს და ახლა იცინეთ ახლა და ვინ გაიმარჯვა ახლა მითხარით ახლა თქვენ ვინ გაიმარჯვა ომში ხო და როგორც ტაგერ კალსონმა თქვა არავინ არ იფიქრებდა რომ ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ჰეგემონისტ საფლავი და საფლავება მოხდებოდა რაღაც მესამე რიგის რაღაცა რიგითი ქვეყნის ირანის მიერ და ირანთან დამარცხების შედეგად რომელიც ეკონომიკა არის რაღაც 27 ადგილზე თუ რაღაცა ხო სოფლიოში ხო მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ რომ ეს არის უფრო ჩემი აზრით ჩემში პასუხით არის დროის მოგების ფაქტორი და ტაიმაუტის აღება ახლა არ ცალიათ მაგისტვის ახლა ფეხბურთი არის და ფეხბურთის პოლიტიკა და იქ უნდა გადააგოროს ტრამპმა ეს ფეხბურთის ჩემპიონატი და იქ უნდა აჩვენოს ამერიკის სიდიადე და ამის მერე იქნება საინტერესო პროცესი აი ახლა ამიტომ ისიამოვნეთ ხალხო ფეხბურთის ჩემპიონატით ვისაც მოგწონდა მიყვართ ეს სპორტი და მათ შორის მეც დაიწყო ხო თამაში დაიწყება 5 წუთში და იქნება ჩავედიოთ ამ 5 წუთში შენი გული და გონება როგორ არის იქეთ ეხა მინდა ჯიშვიძე ვთქვათ რამოდენიმე სიტყვით ვისაუბროთ რა იყო ჯიშვილის შეხვედრის მთავარი მიზანი და პლუს ამას მინდა მე ერთი კომენტარი გაგაკეთებინო ერთ პატარა პროცესს ვიტყვი ჯიშვილის შემდეგ განვითარებულს და მაგაზე მინდა კომენტარი მოასწრო ორი საკითხი, ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო ჯიშვიძე განსახილველი, რა თქმა უნდა ეს მემორანდუმის საკითხი და მეორე რაც მნიშვნელოვანი იყო უკრაინა-რუსეთის ომის საკითხი. ხო განსახილველი და ამას მინდა ისაუბრო. იმ ფონზე რომ ვთქვათ ირანის ომი დაპაუზებული არის, პაუზაზე დაყენებული არის ევროპელებს, რომელიც არიან ჯიშვილის დიდი ნაწილი, ხო? მიეცათ საშუალებას, წამოეწიათ ისე უკრაინის თემა და იქ ბატონი ზელენსკი მიიყვანეს კიდევაც ტრამპი მაინც დიდი აქტუალობით არ შეხვედრია ამ ფაქტს და ფაქტობრივად იგნორირებას უკეთებდა თავიდან, მაგრამ ახლა მიიყვანა იქ მაკრონმა და აგერა ხო არ დაგავიწყავ ეს კაცი რო ყავს კიდევ, ხო?
და ანუ ახლა ამ ფონზე და აი ამ დაპაუზების ირანის ომზეა საუბარი, ხო დაპაუზების პარალელურად და აქედან გამოთავისუფლებელი ასე ვთქვათ შესაძლებლობები სარაკეტო და სხვა სახის, ხო, გადასამირთებული იქნება და ეს პროექცირება მოხდება ისევ მეორე ფონზე, რუსეთის ფონზე. პრინციპში ჩვენ ახლა ცალკე მე ასოცა გამოვთვალა რუსეთის, უკრაინის და ირანის კონფლიქტებს, ეს არის ერთი დიდი და თამაშის ორი სხვადასხვა სცენა და ორი ფრონტი, მაგრამ პრინციპში არის მესამე მსოფლიო ომის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სხვა მინდვრები, საბრძოლო ლოკაციები, კი ბატონო, რომელსაც საბრძოლო ჯამში შეიძლება დავარქვათ დიდი მესამე მსოფლიო ომი, რომელიც მიმდინარეობს ამ ეტაპზე, აი სწორედ ასეთი როგორც შეიძლება ვთქვათ მოადგილე ომებს უწოდებენ ამას, ხო? აი ამ ომების სახით, ხო, სხვისი ხელით ნაწარმოები პროქსი ომი ქვია, ხო, ოფიციალურად პოლიტიკაში. და პროქსი ომი არის მათ შორის უკრაინა და უკრაინის ხელით რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ასეთი მოქმედებები, რომელსაც აძლიერებენ ახლა, იმიტომ რომ ეს G7-ის, ანუ დიდი შვიდეულის მთავარი შედეგები არის სწორედ უკრაინის შეიარაღების დაფინანსება, რაკეტო და სხვა სახის საფრენი აპარატების აპარატების დაფინანსების გაძლიერება, შეიარაღების გადასროლა, ასეული მილიონების გამოყოფა ამ ქვეყნების მიერ, როგორიცაა გერმანია, როგორიცაა საფრანგეთი, როგორიცაა კანადა, როგორიცაა კიდევ რაღაც ავსტრალია და ყველა ვისაც არის ზარება და ვისაც აქვს ფული კიდე, ყველა რომ აი გაგრძელდეს ახლა უფრო აი ამ ახლა ირანთან დაპაუზებული არის და იქნება ამერიკაც მოიზიდონ და პირდაპირ დახმარებით თუ რა შესყიდვის გზით მაინც იმ რაკეტების რომელიც შეიძლება ახლა გადამისამართეს უკრაინაში და უკრაინიდან მე რუსეთში, აი ამის დაფინანსებაზე და ამაში პრინციპში ესენი თანხმდებიან ეს ბატონები G7-ის წარმომადგენლები, რომ ისინი აგრძელებენ აი ამ ზეწოლას, მათ სხვაშორისად სამმა ქვეყანამ მაინც აი ამ G7-დან, რომელიც არის დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია პირდაპირ ულტიმატუმი წაუყენეს მოსკოვს და აი ულტიმატუმს მოყვა მასშტაბური დრონების თავდასხმა თავად მოსკოვზე, რომელიც აქამდე ასეთი მასშტაბებით არ ყოფილა და იყო პირველი დიდი თავდასხმა გამოწვეული აფეთქებებით იქ გაზპრომის ნავთობ სადგურებზე და აი ეს პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ერთ რაღაცა უნდა გვესმოდეს რა, რომ აი კიდე გადავდივარ უკვე სხვა რაღაცა სხვა ასე ვთქვათ და რუავიდე და სხვა დონეზე აი ამ განხილვის დონეზე მე კიდე მან შეთქმულების თეორიას ვაბრალიან, მაგრამ მაინც უნდა თქვა ხა ჩემი ისა რა. ჯერ მარტო ხა ირანზე რო ვიძახოთ რა, რომ აი წააგო ამერიკამ და წააგო და აი რაღაცა და სიცხვილი და კი, ესე იგი ფორმალურად და ოფიციალურად ასე გამოვიდა და იმიჯის დაკარგვა რა თქმა უნდა დიდი არის რა და იმიჯის ვერ აღადგენენ და ეს არის ყველაზე თავარი დანაკარგი, მაგრამ ტრამპი აი უნდა გავიაკეთოთ ხა. ტრამპი არის უპროსყურსა ბიზნესმენი, რომელიც აზროვნებს მარტო იმით, რომ სად ნახოს მოგება რა და აი რო დავიანგარიშოთ ელემენტარულად აი ამ დროის განმავლობაში, სანამ ესე იგი ირანში ომი მიმდინარეობდა და ორმუზის ყუდა ჩაკეტილი იყო და იქიდან გამომდინარე რომ ირანს შეეზღუდა მისი ნავთობის გაყიდვა ფილოსოფიოს ბაზრებზე, ხო? აი ამ დროის განმავლობაში, სანამ ეს ასტრიანი ომი მიმდინარეობს და იმის ფონზე რომ მანამდე ვენესუელასაც შეეზღუდა, ანუ ვენესუელამ დაკარგა მსოფლიო ბაზარზე თავისი ნავთობის გასაღების წილები, ხო? და თუ ყიდის უკვე ჩერეზ ამერიკით, ანუ ამერიკა გახდა დისტრიბუტორი და შუამავალი და აკონტროლებს აი ამ ნაკადებს. ირანმაც ამ დროის განმავლობაში დაკარგა თავისი წილები და ნაკლებ ნავთობს ყიდდა და ყიდის მსოფლიო ბაზარზე. და სხვა შორის რუსეთმაც დაკარგა თავისი წილები. აი ამ ჯერ ახლა ერთი პერიოდი გაუხსნეს იმის გამო რომ ძალიან დიდი კრიტიკა, მაგრამ ყველაზე მეტად ვინ მოიგო ეს წილები ამერიკის შეერთებულ შტატებმა ამ დროის განმავლობაში გაიმყარა თავის პოზიციები მსოფლიო ბაზარზე, რომელიც ადრე თუ იყო ესე იგი ნეტო იმპორტიორი ნავთობის და ასე ვთქვათ მოიხმარდა უფრო მეც ვიდრე ყიდდა, ახლა გახდა ერთ-ერთი დომინანტი, მთავარი თუ არა პირველი დომინანტი ექსპორტიორი ქვეყანა, რომელიც ყიდის თავის ნავთობებს, თავის მათ შორის თხევად გაზს მთელ ევროპაში და ანუ ეკონომიკურად მოგებული არის და ძალიან დიდ მილიარდებზე კი და ტრილიონებზე შეიძლება იყოს საუბარი, რაც ამერიკამ და ამერიკის ეკონომიკამ ენერგეტიკულ ასეთქმა ნახა მოგება აი ამ კამპანიებიდან გამომდინარე. ამიტომ პრინციპში მინდა საუბარი ლაპარაკოს, ხო როგორც ბიზნესმენი ტრამპი ამბობს, რომ ჩვენ ფული გავაკეთეთ რა. მეტი მას მისი პრიორიტეტი ეს არის, ხო? და ეს აინტერესებს. ახლა რა შეიძლება იმას რა ხდება აი ამ კულისებს მიღმა ამერიკის establishment-ის, როგორიცაა ტრამპი და კუშნერი და რაღაცები, იმათ უკან არ დაგვაუწეს ეს ტექნოლოგიური გიგანტები, აი ილონ მასკი, რომელიც გახდა პირველი ტრილიონერი, ხო, იმის გამო რომ მისი SpaceX-ი გავიდა ბირჟაზე და
Elon Musk-ის გარდა კი ხო არის Nvidia და არის ესეთი ფირმები როგორც Microsoft-ს გადაუსვრო, მაგრამ ასევე არის Google-ი, რომელსაც უკვე სხვა სახელები Alphabet-ი მეორე ადგილზე, იქ არის Peter Thiel, რომელიც აკონტროლებს ამ მის კომპანიას და მისი კომპანია აკონტროლებს ძალიან ბევრ სპეცსამსახურებს და საიდუმლო სამსახურებს, ხო? რომელიც ხელოვნური ინტელექტს ეფუძნება. Peter Thiel არის ერთ-ერთი წარმოადგენელი ამ establishment-ის, რომელიც მათ შორის ამ Starlink-ები Musk-ის არის, მაგრამ Peter Thiel-ის ორგანიზაცია ხელოვნური ინტელექტით ითვლის და ანგარიშობს ყველა აქტიურობას მათ შორის საბრძოლო სექტორში რა, ანუ სამხედრო მანქანას ამარაგებს ხელოვნური ინტელექტით რა, ასე ვთქვათ რა, და სპეცსამსახურებს. ხო და აი ეს ხალხი, რომელსაც ქვია Silicon Valley და ეს თანამედროვე ახალი ეკონომიკის შემოთავაზებლები, ხო, მათ აქვთ ინტერესები, ხო? აი მაგალითად მათ რო არის სოფლიოში აჯენდა ასეთი, არის დასახული მიზანი, ამ ელიტების მხრივ და მათი მხრიდან არის დასახული მიზნები, ხო? ერთ-ერთი მიზანი არის აი ნავთობიდან და ანუ ნავთობის პროდუქციიდან, მე ბენზინიდან და ბენზინის მანქანებიდან დაშორება, როგორც ტრადიციული გერმანიის მანქანათმშენებლობა, ხო და ის ავტომობილის წარმოება მაგალითად და იაპონიის დაშენება და ახალი უფრო ელექტრომანქანების, მაგალითად იგივე Tesla, ხო, Elon Musk-ის Tesla მანქანები, აი ამისი მისი ინტერესი ხო არის, ახლა Elon Musk-ის ინტერესი არის, რომ უფრო მეტი Tesla-ს მანქანები გაიყიდოს სოფლიოში, ხო? ხო, ახლა აი აქედან რო ვიშოთ, რომ არსებობს დიდი კორპორაციები, გიგანტები, ტრილიონერი კაცი, მისი მიზნები, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური, იმიტომ რომ ეს გადაჯაჭვულია პოლიტიკა და ეკონომიკა, იმიტომ რომ აი ეს ეკონომიკა და ეს ეკონომიკური სიძლიერე განსაზღვრავს მე პოლიტიკას სახელმწიფოების დონეზე კი და ახლა მე რომ აქვს ასეთი მიზანი, რომ არის Elon Musk-ი, რომ ახლა მინდა რომ უფრო ბევრმა ხალხმა იყიდოს ყველა ქვეყანაში, ხო, არა მარტო ამერიკაში და იაპონიაში და ჩინეთში, არამედ გერმანიაში, ევროპაში ზოგადად უფრო მეტმა იყიდოს ახლა მიჩვენია ჩემი ელექტრომანქანები, ვიდრე გერმანული BMW-ები და Mercedes-ები, ხო? აი ევროპაში შეიძლება ამ ბიზნესის მისაღწევად იყოს სხვა მეთოდები ჩართული და რუსეთში სხვა მეთოდები, გამიგე? მაგრამ მიზანი იქნება ერთ და იგივე ყველგან, რომ ამ ქვეყნებში გასაღდეს ელექტრომანქანები. ხოლო თუ კი ევროპაში მაგათ ახლა ხო იქ დაბომბვას არ დაუწყებენ, ისა რა ქვია, ჯერჯერობით შეიძლება ახალს მივიდეს გერმანიას და სხვა ქვეყნების ნავთობ, ასე ვთქვათ, ტერმინალებს, რაც ნავთობი მარაგები, ასე ვთქვათ, ინახება. იქ არის იდეოლოგიური დამუშავება, რომ აი კლიმატის დაცვა და კლიმატის ცვლილება და რო არის ესე იგი ძალიან სიცხეები რო აქონდეთ და იმან რო არ იმასთან რა ქვია განადგურდეთ, ჯობია მაგ ბენზინს და საწვავს თავი დაანებოთ, იმიტომ ნახშირორჟანგი გამოდის და ეს მუშაობს პოლიტიკა მწვანე Green Deal აჯენდა ეს, ხო? და იმატებს აი ამ ელექტრომანქანების წილი ევროპაში მაგალითად. რუსეთს ახლა ამაზე ხო არის, მაგრამ რუს ხალხს ამით ვერ დააბოლებენ, იქ არ მუშაობს ესეთი მწვანე დილი და რაღაცა ეს კლიმატის დაცვა ფერებზე კიდია რუსის ვანიას და ვერც იმუშავებს და ესეთი დებილებიც არიან სხვა შორის რუსები, სხვებისგან განსხვავებით, უნდა ვთქვათ რა, რიგით მოქალაქეებზე მაქვს საუბარი, რომ მაგი ჭამონ და მაგის გამო გადავიდა და რუსეთს პირიქით აინტერესებს, რომ რუსეთის ეკონომიკა არის ნავთობზე და გაზის, ასე ვთქვათ, ხო, გაყიდვაზე ძირითადად არა, მაგრამ დიდი წილი აქვს ამას, ხო და ახლა ურჩევნია, რომ გაზზე და ბენზინზე იყოს მანქანები რუსეთს ურჩევნია. მაგრამ აი ნახეთ რა ხდება, იბომბება რუსეთში არსებული, ასე ვთქვათ, საცავები, მათ შორის სადაც ნავთობის საცავები არის და მე მოდის ეს კომპანიები, როგორც Peter Thiel და Elon Musk და ეს ვაჟბატონები და ეუბნებიან რუსეთის წარმომადგენლებს ძალიან მაღალ დონეზე, რომ აი იცით ხო ხედავთ, რომ თქვენაც პრობლემა გექნებათ მე აი ამდენი მანქანა რო ბენზინი დადის და თქვენ აღარ ყოფით ეს ბენზინი, რომ აი დაებომბა უკრაინამ, ხო? ანუ უკრაინა ბომბავს იმით, რომ მათ მიაწოდეს ამისი საშუალებები, მათ შორის Starlink-ები და შემდეგ, ხო? ანუ ესე იგი, რა პროცესებია, ხო ხედავ, მიზანი რა არის? ამას შევხედოთ, მიზანი არის, რომ გასაღების ბაზარი კონდეს იმ Musk-ს რუსეთში დიდი ბაზარი, რომ იქ გაყიდოს ერთ-ერთი მიზანი, თავარი მიზანი ამაა ერთ-ერთი ეკონომიკური მიზანი, რომ უფრო მეტი ელექტრომანქანა გაიყიდოს და ეს არის აი ამ ბიზნესის მისაღწევად ზეწოლის საშუალება, რომ აი ხო ხედავ, იბომბება შენი ნავთობსადენები და ბიცია თუ ჭკვით არ იქნება კიდევ უფრო მეტად დაიბომბება რა. ხო და აი ესეთ სამყაროში ცხოვრობთ, სადაც ესე იგი სახელმწიფოები კი არა. აი სუპრანაციონალური კომპანიები უფრო მეტს რაღაცეებს ჩალიჩობენ, უფრო მეტი გავლენებიც აქვს, უფრო მეტი პროცესების ინიცირებაც შეუძლიათ სოფლიოში და მე აი ესეთი სახით
მჟღავნდება ეს პოლიტიკურ ასპარეზზე, მათ შორის საბრძოლო ასპარეზზე და სამწუხაროდ იქ გაუგებარი არის, რომელიც სახელმწიფოს აქვს რეალურად სუვერენიტეტი, რუსეთსაც კი ვინ არიან რეალურად იქ მთავრობაში და სანამ მართლა თავში არ მოხდათ მოსკოვში ვიღაცებს, მათ შორის დუმის წევრებს, ამამდე ხალხი რო იხოცებოდა, ხან 5 წელია ფრონტზე მათ შორის მათი მოქალაქეები 1000-ობით, 100,000-ობით და მილიონებზე მეტი შეიძლება იყოს. ეს ხო ფეხებზე ეკიდათ და ახლა უკვე რაღაც რო შეწუხდნენ იქ თვითონ მოსკოვში. მოსკოვებში რომ შეწუხდნენ, აი ახლა თქვენს რომ რაღაცაო დროა, მგონი დროა რომ ნამდვილი ომი დაუწყდნენ, ანუ ასე აქამდე რასაკეთებდნენ, ხო? აღიარეს რომ აქამდე სიაფანტომს ხალხის თვალის შესახვად რაღაცა მაიმუნობას და მამაძღლობას ქონდა და აქვს კიდევაც იქ ადგილი რაც ხდება. ამიტომ მე დიდი ხანია მე ვთქვი რომ მე როგორც კი ომი დაიწყო მაშინ ამდენჯერ რა თქმა უნდა ამ დროს 5 წელი გავდა და რა თქმა უნდა 7 წელი. 7 წელი იქნება ეს ომი რა. აი ხო და 5 წელი, ხო 5 წელი როდის გავავა 2022-ში ხო დაიწყო. დავუმატე 7 2029 წელი რა. აი ესა ჩემი ხო და ჩემი პროგნოზი 2029 წლამდე გაკაჩავენ ამას რა და ამის ესკალაციის ცდილობები ახლა არის და ხედავთ რომ აი უკვე მოსკოვზე გადატანა ამის იერიშების ახლა ამას კიდე თუ არა უნდა მოყვეს იმათ რაც მეტი ესე იგი ასეთი დარტყმა ხორციელდება მოსკოვზე მით მეტად გაიზრდება რა თქმა უნდა რუსი ხალხიდან ზეწოლა პუტინზე და მის მთავრობაზე რომ უფრო აქტიური და ასე ვთქვათ ხისტი კი არა უკვე რადიკალური პასუხით უპასუხოს არა მარტო უკრაინას, არამედ ევროპას და მათ შორის G7-ის ქვეყნებსაც და ეს არის ეს ესკალაციის საფრთხე რეალური არის და ეს ესკალაციის საფრთხე იზრდება ყოველი ახალი ესკალაციის და დატყმის უფრო მეტი ინტენსივობის განხორციელებით, როგორც ახლა ქონდა ადგილი. ამიტომ პასუხი იქნება ძალიან მალე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეიძლება ესეთი პასუხები და ესეთი ესკალაციები იყოს მიმართული სულ სხვა მიზნების მისაღწევად, რომელსაც ჩვენ ასე ხედავთ როგორც მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უფრო მეტიც, ასე ვთქვათ, მთლიანად საზოგადოებების და მსოფლიოს გადაფორმატების მიზანი, რომ დაანგრიონ მთლიანად ძველი სისტემები, მათ შორის ფინანსური სისტემები, მათ შორის ასე ვთქვათ ეს პეტროდოლარზე დამყარებული დოლარის სისტემა, მათ შორის აი ნავთობზე და გაზზე დამყარებული ენერგეტიკის სისტემა და შექმნა სრულად ახალი სისტემა, რომელიც აი ამ ასე ვთქვათ ვიზიონერებს, როგორც პიტერ დილი, ილონ მასკი და კიდე სხვები რამდენიმე ელისონი და ასე შემდეგ უნდათ აწყობთ და რომელთაც ისინი იმუშავებენ აი ამ გეგმებს ხო და აი ასეთ სამყაროში ვცხოვრობ და სამყაროში უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად ყველანი, უნდა ფრთხილად შევხვდეთ აი ამ მოვლენებს და უნდა ერთმანეთს მივაწოდოთ ინფორმაციები, ერთმანეთს მივაწოდოთ სწორი ინფორმაციები, როგორც ინფორმირებული და ერთმანეთთან გქონდეთ ესეთი კონტაქტი და ესეთი უფრო ქართველებს მაინც ჩვენერს, იმიტომ რომ ის ერები, რომლებიც არიან უფრო მონოლითური შედუღობებული და იმ გაჭირვების ჟამს ერთმანეთს კი არ ჭამენ, არამედ აი როგორც ალბანელები მაგალითად ხო უკიდიდან კუნძულს და მთელი ალბანეთი გამოვიდა ქუჩებში და დაიცეს თავისი მიწა და თქვენს რომ ალბანეთის მიწა არ იყიდება, ხო? აი ეს რაღაცა გვაკლია ქართველებს რა. და აი ამას რო შევძლებთ და თუნდაც ალბანეთის დონეზე რომ ჩვენს თავს თქვათ ჩვენ წინაპრებს არ შევარცმევთ და ჩვენს ინტერესებს დავიცავთ, აი მაშინ გვექნება რაღაცა შანსი ჩვენი ინტერესების დაცვისა აი ამ ახალ მსოფლიო წესრიგში და ახალ მსოფლიო პერიპეტიებში რაც ახლა ხდება. კობა, აი ერთი ძმაპატია, ერთსაც შეგეკითხები და მე გაგიშვებ ფეხბურთის საყურებლად დარწმუნებული ვარ. ფეხბურთი მე თვითმიზანი კი არა, უბრალოდ მე ვიცი რომ ბევრი ხალხი ახლა გამორთავს და წავა და ფეხბურთს უყურებს, ამიტომ შეიძლება ესეთი კაი რაღაცა ვთქვა რომ ვერავინ ვერ გაიგონოს და იქნება ეს აი როგორც თესველი გამოვიდა თესვად, ხო იცი და დათესა და ზოგი ეს თესლი კეთილ ნიადაგზე, მაგრამ ზოგი ქვაღორში ჩავალდა და ძალიან ბევრი თესლი ახლა ჩვენი მოპნეული დაეცემა ქვაღორიან ნიადაგში, რომ ადამიანები აღარ იქნებიან ჩვენი. კი ბატონო, მართალია. და იმედია რომ ხვალ მე როცა გავავრცელებ ამას ყველაფერს Facebook-ი და სხვა არხების საშუალებით კიდე ხალხი ნახავსაც ეს ვისაუბრეთ. კი, აუცილებლად. ნახე რა მინდა აღნიშნო. ერთი მომენტი არ მინდა გამომრჩეს და პოლიტოლოგის თვალით დანახულ დახსნი უფრო საინტერესო იქნება. მე ამას უწოდებ გლობალური პასუხისმგებლობა სულ ფეხებზე კიდიათ ამერიკასაც და G7-ის ნებისმიერ ქვეყანასაც და რას გულისხმობ. G7-ის შეხვედრის შემდეგ, როდესაც მსოფლიო ბედი წყდება ფაქტიურად ესეთ შეხვედრებზე, ხო? პოლიტიკა როგორი იქნება შემდგომ, ომები როგორი იქნება შემდგომ, როგორ გაგრძელდება, ხო? და ამის ფონზე გამოდის შეხვედრიდან ტრამპი და განცხადებას აკეთებს იტალიურ მედიასთან, სადაც აცხადებს, რომ ჯორჯია მელონი მას ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა და მსგავსი ფორმის. შემდეგ უკვე ჯორჯია მელონი პასუხობს აქედან, რომ ეს არის იტალიელი ხალხის მთლიანად ერისშეურაცხყოფა და
რას ნიშნავს პოლიტიკურად მსოფლიო დონის ამ ხელა შეხვედრიდან გამოსულზე ესეთი უპასუხისმგებლობა და ერთმანეთთან ესეთ აბსურდულ თემებზე ორი ერთი ჰეგემონის და აქეთ მეორე არათუ არც ისე პატარა სახელმწიფოს ხო იტალიის ხელისუფალი წარმომადგენელი პირველი პირების ესეთი შეტაკება და ასეთ სისულელე თემებზე კამათი პოლიტიკურად რას ნიშნავს ანუ მე ვფიქრობ რომ საზოგადოებას დასცინიან მსოფლიოს დასცინიან მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს სოფლიო იმართება გარკვეული ძალების მიერ რომელთაც ყავთ დაყენებული მერე უფრო დაბალ დონეზე ეგრეთ წოდებული პრეზიდენტები, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრები, სამუშკი მარიონეტები, რომელიც არიან იმ ბიზნეს მოყვანილი, რომ იმათმა ამ ვაჟბატონებმა და ქალბატონებმა კონკრეტული მათ მიერ დაკისრებული, ასე ვთქვათ, დავალებები შეასრულონ მათ ასპარეზობის არეალში. მაგალითად, მელონი შეასრულოს იტალიაში, მერცმა, რომელიც ასევე BlackRock-ის ასე ვთქვათ, ყოფილები არსებობენ იქ ხო, აქტივისტთა თანამშრომელი არის გერმანიაში შეეტეროს იგივე BlackRock-ის კაცმა ვთქვათ, სტანმერმა დიდ ბრიტანეთში და შემდეგ ხო, აი ესე იმართება ეს დიდი კორპორაცია ცალკეული ფილიალების მეშვეობით. მაგრამ ტრამპის ეს ქმედება აი ის დაგვანახებს, რომ აი ის საქმოდ ნიღაბს ხდის აი ამ ფარს და აი ამ ამბობს რომ აი ესენი მართლა მარიონეტები არიან და ყველაფერს გაშელია მათზე რა და ყველას ნებისმიერ შეიძლება დაამცირო მათ შორის ვითომ მათი მოკავშირე ხო ნატოს მოკავშირე თუ G7-ის წევრი იქნება იტალიის პრემიერი თუ მანამდე ესპანეთთან იგივე და მსგავს სიტუაცია ქონდა ასევე ახლა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ანუ თავის ერთადერთი მოკავშირეები ამიტომ რა თქვა რომ ამერიკის მტრობა ძალიან საშიშია მაგალითად ახლა ირანი რომ გამოცხადებული ამერიკის მტრის ასე ვთქვათ ამპლუაში მოგვივლინა და ამის გამო რა თქმა უნდა ის ცალ-ცალად თქვა ირანმა მოიგო რა იმდენი ზარალი ნახა იმდენი ხალხი დაეღუპა ისეთ მდგომარეობაში არის პრინციპში ეს ხო ის არ არის რა პიროსის გამარჯვება შეიძლება თქვა პიროსის გამარჯვებაც ირანმა მოიპოვა დიდი ეს თქვა დანაკარგების ფასად მაგრამ გადარჩა მაინც და თავისუფლად შეინარჩუნა ის თავდაცვის ომში იყო არა როგორც რა თქვა მე კიდე გავიმეორებთ ამერიკის მტრობა არის საშიში და დამხიჟა დამანგრეველი და ძალიან დიდი სოციალის მომტანი, მაგრამ ამერიკის მეგობრობა და მოკავშირეობა არის მომაკვდინებელი. და უბრალოდ ყოველისა ეს იწყება ღირსების არეით, აი ღირსება არის თავარი, რადგან შეიძლება ადამიანს თუ ესე ღირსება დააკარგვინო, მე რაზე აქვს საუბარი დამშრომა ხარ. იმას თუ რეალური სუვერენიტეტი კი არა, ღირსებაც რაღაც შეუნარჩუნე, რომ ესე ყველა სამტრაპა ვისაც უნდა თავზე ესე და დაასაქმოს, ხო, და ამაზე მას არაფერი არ მოუვა, ხო? აი ეს პირველი შემთხვევა ხო არ არის. ხო? თავის მოკავშირეებს ამას აკადრებს ასე შეიძლება იმის გამო რომ ხა ირანს ვერ მეერია და იმას საქმე აილოთრას ვერ აკადრებს და თავისენეს მოუბრუნდა ალბათ აი ტრამპი ისეთი კიდე ხა ვერ გამოვიწყავთ პიროვნული ისეთ ფაქტორსაც პოლიტიკაში როდესაც იგი ესეთი ნარცისისტული ასე თქვა შტრიხების მქონე ფსიქოტიპი როგორც ტრამპი ასაუბრებს ფსიქოპატი ნარცისისტი ფსიქოპატი ხო ვიღაცაზე ხო უნდა გადაამტვრიოს ეს ჯოხი და ნუ ხან გადაწყდება ხოლმე ქართულ UFC-ის მებრძოლზე როგორც ილია თოფურიას მოვიდა ხან გადაწყდება ვინმე რომელი ვიღაცა მოკავშირე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი როგორც ეს ახლა ჯორჯია მელონის მოვიდა ხო და იგივე არის ესა შოუ ეს არის ხალხისთვის დადგმული რაღაცა რომ აი იბაგი ბუგოს ტრამპმა და ვიღაცებს შეუწყვა მიაგნოს და ვიღაცები დასაჯოს იმის გამო რომ რაღაცა თვითონ მას არ მოეწონა იმის გამო რომ იტალია მას როგორც მას უნდა ისე არ დაეხმარა თუნდაც ირანთან ომის პერიპეტიებში პუტინს რატომ არ იმაშება ასე არათუ არ აგინებს ტრამპი ერთხელ მაინც აკადრა რამე მსგავსი როგორც მელონის ასე შემდეგ თუ პირიქით ელაკუცებოდა პირიქით უგებდა წითელ ხალიჩებს და თვითონ არ გადაღებული სურათი თვითონ უნდა სურათის გადაღება და პუტინთან გადაღებული სურათით ერთ სახში არის ჩამოკიდებული დღემდე ხო აი ამიტომ რომელია მისი ნამდვილი მეგობარი და მოკავშირე ჩვენ ამას არავინ არ გვეტყვის დავაფიქრდეთ და არ გავაბითურებიოთ თავით ერთმანეთთან კარგად თქვა პუტინს კარგად იქნება ზელენსკისთანაც და ზელენსკის პუტინთან საბოლოო ჯამში ერთმანეთს გელი და ძაღლის თხას არ დახეს და ტრამპთანაც კარგად იქნება და კარგად იქნებიან ესენი რა და ხალხმა ეკითხოს თუ არა ეს ვისაც რაღაცებს უტარებენ იმიტომ რომ ის პროცესი რომელსაც ატარებენ რუსეთში მიმართულია რუსი ხალხის ასე ვთქვათ დასაჩუქრად და დასამონებლად რა რომელიც იმდენადებს უკრაინაში მიმართულია უკრაინის ხალხის დასამონებლად ვინც დარჩება იმ ხორცაგებიდან ვინც გადარჩება დანარჩენების დასამონებლად და ყველა სხვა ქვეყანაში კიდევ სხვა მეთოდებით მიმდინარეობს პროცესები იქ იყო კოვიდის საფიორა მაგალითად რომელიც ასევე მიმართული იყო ადამიანების დასამონებლად და ახლა გამოდის
ტულსი გაბარდი, რომელიც არის ამერიკის ბოლო დღე იყო ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ვთქვათ საიდუმლო სამსახურის კოორდინატორი და მთელი ეს წება დადო და გამომავზეურა დოკუმენტები დოქტორ ფაუჩის ასე ვთქვათ საქმენი საგმირონი, მაგრამ რა იმისი არ იყოს, ხო? ესე იგი ჩვენ ცხოვრობთ ეპოქას, რაც ყველაფერს განახებენ, მაგას გამოგიქვეყნებენ ეპშტინის ფაილებს და არავინ არ დაიჭება, გამოგიქვეყნებენ დოქტორ ფაუჩის ფაილებს და არავინ არ დაიჭება იქაც და უბრალოდ ხო გითხარით. და მიხედავთ თქვენ თავს ხალხო, რა გეუბნებით რომ აი მართლა ასე იყო, ანუ კობა კუპრაშვილი არ ყოფილა შეთქმულების თეორეტიკოსი, დოქტორ ფაუჩის რო აგინებდა და ყოფილა მართალი კაცი კობა კუპრაშვილი, ახლა მაინც გაიგეთ ფაქტ-ჩეკერებო რომ თურმე ამ დოქტორ ფაუჩის მართლა უმამაძაღლებია. ფაქტ-ჩეკერები ვერ გაიგებენ, მაგათ დავალება ქონდა. თურმე მართლა მაგათ დაუფინანსებია უხანიში თქვენ რო გეშნუათ იმ ვირუსის წარმოება და მის ვირუსის genome functional ფუნქციების გაძლიერება და იმ ფუნქციებით ამოხოცეს მილიონობით ადამიანი სოფლიოში, ხო? მათი შექმნილი და დაფინანსებული ვირუსის. ფაუჩის მიერ ამერიკელთა გადასახადებით გადახდილი ვირუსის და ამის გარდა კიდევ ხო 100-ზე მეტი ლაბორატორია არის სოფლიოში თქვა ტურსი გაბარდა მათ შორის 40 მარტო უკრაინაში. ახლა არც ეს არ ყოფილა შეთქმულების თეორია რომ უკრაინაში 40-ზე მეტი საიდუმლო ლაბორატორია სადაც საშიში პათოგენები და ერთ-ერთი საქართველოშიც ყო, ხო, გამაზაც არ დაგვაუწეს ჩვენი ლიგარის ლაბორატორია. ერთი დღე მინდა შენთან ვისაუბრო ლუგარის ლაბორატორიებზე პოდსაბჭოურ ქვეყნებში და ზოგადად ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ და ერთი დღე აუცილებლად ამას დავუთმოთ და დავუდგინოთ. დღეს არ მოგაცდენ მაგისტრის. დღეს აი უბრალოდ აი წავიდა ეს ქალბატონი ტულსი გაბარდი და დაგვეშვება ამის რაღაც რომ აი კი ბატონო დოქტორი ფაუჩი და მასთან დაკავშირებული გარკვეული პოლიტიკოსები და ან პოლიტიკაში ესე დიდი გავლენის მქონე ადამიანები ახდენდნენ აი ამ შეთქმულების განხორციელებას, რეალური შეთქმულების განხორციელებას, რომ მთელი სოფლიოსთვის დაეჯერებინათ ტყუილი, რომ ვითომ ეს ვირუსი ყოფილიყო ბუნებაში შემთხვევით. გამოჩეკილი, ანუ არავის ბრალი არ იყო რომ ეს ვირუსი გააჩნდა და ამაზე მერე მოწყობილი მთელი პოლიტიკა აი ხალხის ჩაგდების და ხალხის გაუბედურების და მერე კიდე იძულებით ვაქცინაციის, ხო, აი მთელი ეს პოლიტიკა ერთი ტყუილზე აწყობილი. აჰა, ვინ ყოფილა ტყუილის ავტორი, ხო, ჩვენ ძირფასო ფაქტ-ჩეკერები, ხო, უკვე ყველაზე მძლავრი ქვეყნის ყველა სპეცსამსახურების კოორდინატორმა დადო ყველა ინფორმაცია და ყველა დოკუმენტი დოქტორი ფაუჩის აფერისტობის და მის მიერ კონგრესში ტყუილების ლაპარაკის შესახებ, ხო, თურქი დავით დანაშაულა ტყუილები მოგვატყაო 20 წელს გამოდიოდა კონგრესში. შედეგი დავინახავთ, აბა თუ დაიჭერენ დოქტორ ფაუჩის, მე ძალიან ეჭვებარება და ძალიან მეეჭვება რომ ვინმე პასუხისმგებელი ამ ბოროტმოქმედებიდან რეალურად პასუხისმგებაში მიეცენ, მათ შორის დოქტორი ფაუჩი, ხო? ამიტომ აი ეს ასეთ სამყაროში ცხოვრობთ. და რაც შეიძლება დასკვნა ჩვენი გამოვიტანოთ და ჭკუას ვისწავლოთ აი მათ შორის ფაქტ-ჩეკერების და იმ საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, ვინაც ამუნათებდით სხვებს, ვინაც არ იცრებოდა, ვინაც სხვებს ასე ვთქვათ გადაუარეთ, ვინაც არ იყო მზად აი ამ ცხვის ფარასავით პირვადეები აეკეთებია და ესე იარა და თავის მეორე ნახევართან მანქანაში დამჯდარი იყო და აი მე როგორ ბედავთ აი ჭკუა მაინც რო ისწავლოთ ახლა ხო დაგიდეს და დაგამხვის თავზე ესე ყველაფერი გამო მაინც არ გაინტერესებთ ხო შემდეგ ჯერზე იგივე რო არ გააკეთოთ რა იგივე სულელები და კიდე დოქტორ ფაუჩის რო არ დაუჯეროთ შემდეგ პანდემიას უზო დაგიამოსებთ და აბიაბა იმედი მაინც ავიტოვოთ იმედი რომ იქნება ვიღაცისთვის ჭკუის სასწავლებელი იყოს იმედი ცოცხლობს ადამიანი მათ შორის მეც ეს სპორტის ჩემპიონატი ცოტა ხანი დააპაუზებს სოფლიოში ქაოსს და ალბათ ამოსუნთქვის საშუალებაც გვექნება ეს ცოტა ხანი მაინც და მე უფრო სიმძიმე თეკლა სამწუხაროდ რა ხდება ეს სოფლიო ჩემპიონატი კაფეს აპაუზებს არა ამ სოფლიო ჩემპიონატის ფონზე და მიდის ჩუმად ამ დროს სოფლიო ჩემპიონატის ასე რომ თქვა ფარდა არის ჩამოფარებული ამას გვაჩვენებენ და აი ამის უკანა ფონზე სწორედ ახლა მიმდინარეობს პროცესები რომელიც რეალურად ახლა მიმდინარეობს რომ ჩვენ არ გვესაუბრება მათ შორის სრულიად აი ამ ძველი სისტემის გადაფორმატება, ყველაფრის მოშლა და მე ძალიან უცებ რაღაცა გავიღვიძებთ აი ამ ძილიდან და სიზმრიდან რასაც ქვია სოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატი უცებ რაღაცა ახალ რეალობაში აღმოჩნდებით, იმიტომ რომ აი ახლა არ უყურებთ რეალურად დასაკეთებენ და რასაც მზადებენ. ძალიან დიდი მადლობა გობასტუმრობისთვის. ეხლა უკვე გულის სული სადაც გაქვმინდა დაგითმოთ და გაშვა სპორტის მეც ძალიან არასპორტული ვარ, მაგ კუთხით ქართველი სადმე რაიმეში წარმატებებს უმიაღწევთ დიდი სიხარულით, მივესალმები, აღნიშნავ კიდევაც, მივულოცავ კიდევაც, მაგრამ ვერ ვუყურებ ეს სპორტს, რა ვქნა მე მაპატიეთ. მშვიდობიანი საღამო და მადლობა სტუმრობისთვის დროებით. მადლობა შენ. დღევანდელ დღეს მაყურებელს პირდები, კობას ძალიან კაცრად ავარდა ცხოვრები.
მაყურებელია მნიშვნელოვანი ხალხო და ამიტომ ჯობია რომ დავასრულოთ თქვენს სპორტს რომ უყუროთ გულისყურით და აქ ინფორმაცია რაღაც რომ ვიტყვით მე უბრალოდ ნათქვამი არ იყოს კობამ ძალიან კარგად ახსნა ეს რატომ ჯობია ეხლა მალე დასრულება მშვიდობიანი საღამო მშვიდობიან სამყაროში შევხვედროდით დროებით და მშვიდობებით აი ხან მადლობა და ლოვებით ნახვამდის